ვიცით რომ ადამიანი გამყინვარების პერიოდშიც არსებობდა და განაგრძობდა არსებობას. ბევრი კვლევა ჩატარებული სხვადასხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა ის, რომ პასუხი არ არის გაცემული ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა მომენტად რა ბიომებში ამჯობინებდნენ ადამიანები ცხოვრებას გამყინვარების პერიოდში. და რა როლი ითამაშა კონკრეტულად ამ ბიომებმა დღევანდელი ადამიანის გენეტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. და არა მარტო გენეტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, გარეგნობაში, ფენოტიპში, კულტურაში, ეთნოგენეში. რადგანაც ითვლება, რომ ეს ძალიან შორეული პერიოდია და მას არ უნდა ქონოდა ისეთი დიდი გავლენა დღევანდელ სიტუაციაზე. თუმცა როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, როგორც არსებული ლიტერატურის და კვლევების მოხილვამ, ასე არაა. მინდა ეს დღეს თქვენ ძალიან მოკლედ წარმოგიდგინოთ. მოკლედ ეს გამყინვარების უკანასკნელი პერიოდი გულისხმობს, აქ ზოგი როგორ ამბობს, ზოგი როგორ დაახლოებით არის 112,000-110,000 წლის წინ, ან სხვა მონაცემებით 15,000, 120,000 წლის წინ პერიოდზე საუბარი. დღეს ვიცით რომ ადამიანი მოდებულია მსოფლიოში და მასზე მეტყველებს აი ეს NASA-ს მიერ ღამით გადაღებული სურათი, რომელზეც ჩანს ღამის ელექტროგანათლება 3 წლის წინ. აი როგორ გამოიყურებოდა ჩვენს დედამიწაზე. იგი კარგად მეტყველებს იმაზე თუ როგორ არის დღეს გავრცელებული ადამიანი. კონკრეტულად დღეს ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე არსებულ თითქმის ყველა ბიოტოპში. ანტარქტიდაზეც კი არის მუდმივი კვლევითი სადგურები, სადაც ადამიანი ცხოვრობს. მოღვაწეობს. თუმცა როგორც აქ განათებიდან ჩანს, სიმჭიდროვე დასახლების არც ისე თანაბარია და თანაბარად განაწილებული ზედაპირი. ყოველთვის არ იყო ასე. ეს განსაკუთრებით ეხება გამყინვარების პერიოდს და აი ეს გახლავთ ამკაზე ნაჩვენები წერტილები, რომელიც მე და დათომ ლიტერატურული ქექვის შედეგად მოვიპოვეთ. სულ ეს არის მაქსიმალური რაოდენობა იმ წერტილების, სადაც ვიცით რომ ცხოვრობდა ადამიანი გამყინვარების პერიოდში. აქ ნაჩვენებია, თუ მიახსოვთ ჩანს ხო, წითელი და შავი წერტილები. წითლად ნაჩვენებია ის წერტილები, სადაც ადამიანი იმყოფებოდა გამყინვარების პერიოდის უარეს დროს. ანუ გამყინვარების პერიოდი თვითონ არ იყო ერთგვაროვანი. აი ჩვენ ლაპარაკია აი ამ შუალედი გამყინვარების 12,000-დან 110,000 წლის წინ, როგორც ხედავთ, თვითონ გამყინვარების პერიოდში იყო ტემპერატურული დაცემები და ჩავარდნები და ავარდნები. შესაბამისად, ეს ადამიანთა გავრცელებაც ხან იკუმშებოდა, ხან ფართოვდებოდა გამყინვარების პერიოდშიც. კი. ანუ შავი წერტილები აჩვენებს გამყინვარების პერიოდში დათბობის დროს ადამიანის გავრცელებას და წითელი წერტილები აჩვენებს ტემპერატურული მინიმუმების დროს ადამიანის გავრცელებას გამყინვარების პერიოდში. როგორც ხედავთ, ამ მინიმუმების დროს, ანუ მას უწოდებენ ასევე გამყინვარების მაქსიმუმებსაც, ანუ ტემპერატურულ მინიმუმებს, ამ პერიოდში ადამიანის გავრცელება კიდევ უფრო იზრდებოდა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა უკანასკნელი გამყინვარების ხანაში იყო გამყინვარების უკანასკნელი მაქსიმუმი, რომელიც დაახლოებით იყო 19,000-23,000 წლის წინ. აი სადაც არის. აი ეს პერიოდი კი არის აქეთ. ეს უკვე ჩვენი ხანაა, დათბობის ხანაა, ჰოლოცენი. ჩვენ ვართ სადღაც არის აქ. დღეს გესმით ხშირად ამ გლობალურ დათბობაზე საუბარი, რომ მრუქს დააკვირდებით, ბევრი გლობალური დათბობები იყო ადრე. თვითონ ჩვენ დათბობის ხანაშიც კი, ჰოლოცენში, დღევანდელზე ბევრად მეტი დათბობა იყო სადღაც 10,000 წლის წინ. ბევრად მეტი თუ არა, საგრძნობლად ბევრი, მეტი. თუმცა ამან არ გამოიწვია ადამიანის დაკნინება და პირიქით ცივილიზაციები ამ დროს განვითარდა, მიწათმოქმედება ამ დროს დაიწყო ადამიანმა, პირველი ქალაქ-სახელმწიფოები ამ დროს იქნება, ყველაზე თბილ პერიოდში. ეს არის სურათი, თუ როგორ გამოიყურებოდა დედამიწის ზედაპირი, აი ამ უკანასკნელი გამყინვარების უკანასკნელ მაქსიმუმში. ანუ როდესაც ყველაზე მეტად ციოდა, როგორც ვთქვით, ეს არის დაახლოებით 20,000 წლის წინ,
და ყინულის საფარს ეჭირა დედამიწის საკმაოდ დიდი ტერიტორია. აი ამ დროს ტემპერატურა ბევრ ადგილში დედამიწის ისე არ იყო დაცემული, რომ დაუშვათ ცხოველების ბიომრავალფეროვნებისთვის გაუსაძლესი პირობები შეექმნა. უფრო მეტად ამ მცენარეთა ცხოველთა გავრცელებაზე მოქმედებდა სიმშრალე, გვალვა. ანუ გამყინვარების პერიოდში არა მარტო ტემპერატურა ვარდებოდა, იწევდა თავდა, არამედ ნალექიანობაც მკვეთრად ეცემოდა და გვალვიანობა იყო ის უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ბიომრავალფეროვნებას და სიცოცხლეს ზღუდავდა. ვარაუდობენ, რომ ადამიანის რიცხოვნობა გამყინვარების აი ამ დროს პერიოდში იყო სულ მაქსიმუმ მილიონი თელს დედამიწაზე. არც ცოტა მილიონი შორის. რატომ მაინც და მაინც ეს ავირჩიეთ ჩვენ ეს პერიოდი? ეს სხვადასხვა ორწლიანი კვლევაა, ანუ მე თქვენ წარმოგიდგენთ შედეგებს ორწლიანი კვლევისა, რომელზეც მე და რათო მუშაობდით. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი ამ პერიოდის და პერიოდის დაინტერესების არის ის, რომ არსებობდა ვარაუდები, რომ სწორედ ამ პერიოდში წარმოიქმნა დღევანდელი გარეგნობა და ფენოტიპი მოდის სწორედ გამყინვარების პერიოდიდან. აქ წარმოგიდგენთ ძირითადი ფენოტიპები, ანუ რასები. ეს სიტყვა დღეს არ მოწონთ, რასები, ამიტომ ფენოტიპს ვიხმარ. მეტყველება დღევანდელი ლინგვისტური ოჯახები და ენებიც ჩაისახა და წარმოიშვა გამყინვარების ბოლო პერიოდში. ხელოვნება სხვადასხვაობს და აი მე და ყურადღება მიაქციოთ, აი როგორი რეალისტური ნახატია თან როდინდელი 30000 წლის წინანდელი ნახატი საფრანგეთის ტერიტორიაზე გამოქვაბულში ნაპოვნი ლომის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ლომები არსებობენ მაშინ, ხდებოდნენ ევროპის ტერიტორიაზე და თან აი ნახეთ როგორი რეალისტური პროფილებია. მე მგონი შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთში კი არა, ევროპაშიც არ არის ეს ნახატები. არა, ევროპაში არის ყოველში. აი ეს დაუჯერებელია ჩემთვის 17000 წლის წინანდელი ბარელიეფია, გამოქვაბულში გაკეთებული. ესეც საფრანგეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში. და ძალიან გავს მაგონებს აი ანტიკურ და რენესანსურ ხელოვნებას. ანუ ეს ანტიკური და რენესანსული ხელოვნება ციდან არ ჩამოვარდნა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიბადა და ის არის იგი ამ გამოქვაბულის ქვის ხანის ექსპერიმენტების შედეგი. ეს ნეანდერტალელის არა. სალამური ეს გერმანიის ტერიტორიაზე ნაპოვნი საკმაოდ ხანდაზმული 35-40 წლის 1000 წლის წინანდელი გაკეთებულია ორბიზლისგან. ანუ უკრავდა. თქვენ წარმოიდგენთ ეს გამყინვარების ადამიანი, არც საკმაოდ დიდი ხნის წინ. უკრავდა და მუსიკასაც ესმოდა. 5 ნახრეტიანია. და სხვადასხვა ამ სალამურთან ერთად იპოვეს სხვა სალამურების, რომლებიც იყო გაკეთებული მამონტის შეშუძლებისგან. უბრალოდ ისე კარგად არ იყო შემონახული და დამსწრეები იყო. ესეც ევროპის ტერიტორიაზე ნაპოვნი გერმანიაში. და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს აღმოჩენა, რომელიც არც დიდი ხნის წინ თვითონ ეს სიმბოლოები დიდი ხანია იყო ცნობილი არქეოლოგებისთვის, მაგრამ ერთ-ერთმა სტუდენტმა, აღარ მახსოვს მის სახელი და გვარი, ყურადღება მიაქცია იმას, რომ აი ეს 26 სიმბოლო მეორდებოდა 156 გამოქვაბულში მთელი ევროპის ტერიტორიაზე. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს სიმბოლოები არის კომუნიკაციის საშუალება, ანუ რაღაც წინარე ამბანი უკვე. წინარე იეროგლიფური დამწერლობა, რომელიც აი ვითვლეს 10000-35000 წელს. ითვლებოდა, რომ 6000 წელი იყო ამბანის, ლურსმული ამბანის შექმნის პერიოდი, როგორც ჩვენ გადაიწევს უფრო კიდევ ვიკით. აი ეს აღმოჩენა გაკეთა უკვე ჩვენი კოლეგის მიერ, ელისო ყავადის მიერ, რომელიც აღმოაჩინა ის რომ 30000 წლის წინ ზოძვანოს გამოქვაბულში ნაპოვნი ეს ნარჩენები ადამიანი ქსოვდა რომ გაეკეთებინა დასაცმელი, ქსოვდა და წნავდა რომ გაეკეთებინა თოკები, კალათები და ამისთვის იგი იყენებდა სელს და ჯიხვის ბებს. თქვენ ის რომ ბევრად მოგვიანებით ეს წელი ადამიანმა მოიშინაურა და სწორედ ამ ტექსტური საფეიქრო მრეწველობის ერთ-ერთ თავარ წყაროდ იქცა უკვე მოშინაურებული სელი და დღესაც იყენებს ადამიანის სელს საქსოვად. საკერავად. სანამ სინთეტიკა შემოვიდა და სელი და მატლი იყო ერთ-ერთი თავარი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში
წყარო ან ტექსტურის, ქსოვილების. ანუ ის ახლა რაც გაჩვენებთ ის ნაცად მეტყველებს რომ გამყინვარების პერიოდში ადამიანი არც ისე ცოტა ცხოვრობდა და მას ჰქონდა დრო იმისათვის, ანუ არ უჭირდა. ეს იმიტომაც იყო იგი დაკავებული ხელოვნებით და ქმნიდა რაღაც ზედმეტ პროდუქტს, მარტო არ ნადირობდა და ხო, თავარი დამავიდა რომ ამ დროს გამყინვარებაში ადამიანი მიწათმოქმედე არ იყო და იყო მონადირე შემგროვებელი. ნადირობითა და შეგროვებით იჩენდა თავს. ანუ როგორც ჩანს, ჰქონდა ჭარბი პროდუქცია, იმისაც რომ დრო ჰქონდა საკმარისი ხელოვნებისთვის. მაგრამ როგორც თავიდან დავიწყე ჩემი მოხსენების თავში, ჩვენ თავად ინტერესი იყო სათხდებოდა ეს ყველაფერი რა ადგილებში. და ამ მხრივ არის გარკვეული კვლევები ჩვენამდე გაკეთებული, თუმცა ძალიან შეზღუდული და ეში, აი ერთ-ერთი კვლევის შედეგი მინდა წარმოგიდგინოთ, ეს ევროპის ტერიტორიაზე გაკეთებული, არ მოიცავს მთელ მსოფლიოს და ეს მუქი წითელი ფერი აჩვენებს იმ ყველაზე ალბათურ ადგილებს, სადაც ადამიანი გამყინვარების პერიოდში ვრცელდებოდა, განსაკუთრებით გამყინვარების უკანასკნელ მაქსიმუმში. და რაც უფრო ღიავდება ფერი, მით უფრო კლებულობს ადამიანის სიმჭიდროვისა და შეხვედრადობის ალბათობა. და ამ კვლევარმა ბენქსია ასეთი გამოიყენა ტექნოკომპლექსები, ეს ალბათ თქვენ არქეოლოგების უფრო უნდა იყოს საინტერესო, ორი სოლოტრიული და რა ქვია, გრავიტიანული. და იმათი ნასახლარების საფუძველზე, მისი ნასახლარები და მათი ნასახლარები დააკავშირა კლიმატთან და მიიღო ასეთი ალბათობის რუკა. თუმცა საკმაოდ უხეში და ტერიტორიული შეზღუდული. ჩვენი ამბიცია გაცილებით მეტი იყო, დედათოსი ჩვენ გვინდა მთელი მსოფლიოში ვევარავდა სადუნა გამოგვივიდა სადუნა ეწყურა ადამიანს. ну როგორც კი ამაზე ვიბრალაპარაკე, აქამდე არსებულ კვლევებს არ ქონდა გაცემული პასუხი ამ ინფორმაციაზე. და კიდევ ერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ სად და როგორ ცხოვრობდა ძველი ადამიანი, არის დღევანდელ მონადირე შემგროვებლებზე დაკვირვება. დღესაც ცხოვრობენ მონადირე შემგროვებლები, თქვენ გინახავთ ტელევიზორში, წიგნში წაიკითხავთ, ძირითადად ეს აფრიკაში, ტროპიკულ ქვეყნებში და ჩრდილო ქვეყნებში. აი აქ ეს არის აფრიკული სავანის მონადირე შემგროვებლები, ეს ამაზონის, ლათინური ამერიკის მონადირე შემგროვებლები და ესენი მე თუ გითხავთ ნამდვილი მონადირე შემგროვებლები დღეს ინუიტები ანუ ესკიმოსები. ბევრი მონადირე შემგროვებელი ტროპიკულ ქვეყანაში დღეს თვითმარქვია, ანუ 100% მონადირე შემგროვებლები არ არიან და ისინი შედიან კონტაქტში და აღემიცნობობით არიან დაკავებული მიწათმოქმედ საზოგადოებებთან. ანუ თავიანთ პროდუქციას ისინი ივსებენ ამ გარე კულტურებთან ურთიერთობით. რა ეს ესკიმოსების რაღაც ნაწილი კაცრი კლიმატიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ ძალიან შორს არიან ისინი მიწათმოქმედთან იძულებული არიან იყვნენ ნამდვილი მონადირე შემგროვებლები. აი მათზე დაკვირვებით არის ეს საინტერესო კვლევა ჩატარებული, კელია, ასეთი ადამიანი, რომელსაც ამას ყველაფერს თავი მოუყარა და წარმოგიდგენთ ესეთ საინტერესო ცხრილი ამ მონადირე შემგროვებლების დამოკიდებულებისა სხვადასხვა ბიომზე, ანუ ეკოსისტემაზე. იმისათვის რომ ადამიანი იყოს სრულად მონადირე შემგროვებელი მოცემულ გარემოში, ამ გარემოს უნდა გააჩნდეს პროდუქციის ზომის მისი პროდუქციის ზომა უნდა იყოს 0.2-ზე მეტი. თუ რა არის ეს ადამიანისათვის მისადგომი პროდუქცია მონადირის შემგროვებლისათვის. ეს არის პირველადი პროდუქციისა და მეორადი ბიომასის ფარდობა პირველად ბიომასასთან. პირველადი ბიომასა არის უხეშად ვთქვათ სცენარეული ბიომასა, ანუ რომელიც ქმნის შემდეგ ბიომასას და რომელსაც მოიხმარს მეორადი ბიომასა, ანუ ცხოველების, სოკოები და კონსუმენტები. და ამავე დროს პირველადი ბიომასა ქმნის პირველად პროდუქციას, ყლორტები, ხილი, ნაყოფი, ბოლქვები და ასე შემდეგ. აი ადამიანს არ აინტერესებს პირველადი ბიომასა. ის არ არის მისთვის მონელებადი. თავარი ის პირველადი ბიომასა რამდენს იძლევა, რამდენ მასას იძლევა, რასაც იგი შეიძლება მოინებოს. ეს არის მეორადი ბიომასა და პირველადი პროდუქცია, ანუ ცხოველები და ცემენტის ნაყოფი. და აი ამის თანაფარდობა მთავარი პირველად ბიომასასთან. თუ ჩვენ ცალ-ცალკე ავიღებთ ამ პროდუქციის მაჩვენებლებს, ტროპიკული დღე პირველ ადგილზეა. ტროპიკულ დღეში ყველაზე მაღალია პირველადი პროდუქცია, ყველაზე მაღალია პირველადი ბიომასა, მეორადი ბიომასა, მაგრამ არის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია იქ სწორედ ამ ადამიანისთვის მისადგომი პროდუქციის.
ამ ტროპიკული წვევა მდიდარი მერქნით, ადამიანის საჭმელი ბევრი არაფერი. აქ უბრალოდ გავაყვითლე ის ბიომები ამ კვლევიდან, რომლებიც აკმაყოფილებს იმ პირობას, რომ ადამიანმა იქ იარსებოს. მხოლოდ მონანადირობით და შეგროვებით. ეს ბიომებია ტროპიკული სავანა, ზომიერი მინდვრები, ანუ სტეპები, ტუნდრა და ჭაობები. დანარჩენ ბიომებში ადამიანმა რო იარსებობს, საჭიროა იგი დაკავდეს აღებიცემობით სხვა კულტურებთან. თორემ მონადირო შემგროვებები დღეს ვერ იარსებობს. აი უდაბნომაც კი უფრო კარგი შედეგი აჩვენა ვიდრე ტროპიკულმა ტყემ. და უდაბნოში უფრო მეტი ადამიანისთვის მიზანწმული პროდუქცია ვიდრე ტროპიკულ ტყეში. მაგრამ უდაბნოში არ არის წყალი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანს სჭირდება წყალი. ყოველდღიურად სჭირდება ადამიანს წყალი. ფოტოშოს მაიმუნებსაც ეს ამითაც რაღაცნაირად ნახლოდ გავართ ერთმანეთთან. და ანუ უხეშად ზოგადად ჩვენ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონადირე შემგროვებლისთვის ყველაზე კარგი და სასურველი პირობას ქმნის უტყეო წყლიანი გარემო. მაღალ პროდუქციული უტყეო წყლიანი გარემო. ჭაობი ბევრად მაღალია, კი. ჭაობის პროდუქცია უმაღლესია, მაგრამ ჭაობს აქვს მალარია მოყვება, კბენარი და უკვე კლიმატურად ცოტა გაუსაძლისი პირობები ადამიანისთვის. ამიტომ ეს მოდელი ასე თქვა, ჩვენთვის არ იყო მედატოს დამაკმაყოფილებელი. ბოლომდე არ ცემდა პასუხს სადღაც ეცხოვრა ადამიანს. ჩვენთვის თავარი იყო საინტერესო, ადამიანი შეიძლება ყველგან იცხოვროს, მაგრამ თავარია დიდხანს სად გადარჩება. და ესეთი ადგილები გვეპოვა, ეს გვაინტერესებდა. ხოლმე ანტარქტიდაში რო ჩაიყვანო დავსვათ ადამიანი 1-2 საათი იქაც იცოცხლებს, ხო? თავარია ის შეძლებს დაფუძნდეს და გამრავლდეს და დიდხანს იცოცხლებს. ანუ ჭაობებში იცოცხლებს რაღაც სეზონზე, მაგრამ მთელი წელი ვერ გაძლებს ადამიანი ჭაობიან ადგილში. იმოძრავებს. სეზონურობა დაჭირდება. პატარა ისტორია ადამიანის ანატომიურად თანამედროვე ადამიანის წარმოშობისა. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი კვლევისთვის. ანუ ცნობილია არქეოლოგიურად, რომ დაახლოებით 196 მინიმუმ 1000 წლის წინ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი წარმოიშვა. ჯერ ფიქრობდნენ, ეს იყო აღმოსავლეთ აფრიკა, სადაც ეთიოპიის სამხრეთით არქეოლოგიურად ასე დასტურდებოდა, თუმცა შარშანწინდელი უბრალოდ მონაცემებით, უკვე გენეტიკური კვლევით ადამიანის წარმოშობა გადაინაცვლა აი აქ კიდურეს სამხრეთ აფრიკაში. აი აქ სადაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანზე მაგ ლაპარაკი, იმიტომ მანამდეც იყვნენ სხვადასხვა ტიპის ადამიანები. დიდი ხანია ადამიანის გავში არსებები ამ დედამიწაზე ცხოვრობენ. შემდეგ ეს ადამიანი 70000 წლის წინ უკვე იწყებს შემოსვლას ევრაზიაში. და კიდევ ერთი საინტერესო მის საყურადღებოა ერთი რამ, რომ იგი ჯერ პირველად ავსტრალიაში მიაღწევს ვიდრე ევროპას. ავსტრალიას მიაღწია 50000 წლის წინ, ევროპას 40, ანუ 10000 წლით გვიან შედის ის ევროპაში. ეს იმაზე მეტყველებს და ეს ყველაფერი ხდება გამყინვარების პერიოდში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის გავრცელებისთვის მაშინ ყველაზე კარგი პირობები მიუყვებოდა სწორედ აი ამ ოკეანის სანაპიროს. ანუ ნაპირ-ნაპირი არა. და იგი მოერიდა კონტინენტის სიღრმეში შესვლას და შესაბამისად ასე გვიან მოხდა იგი ის ევროპაში. და ყველაზე გვიანი მიგრაცია ადამიანის ფიქსირდება ეს 16000 წლის წინ, დაახლოებით, როდესაც იგი გადადის ამერიკის კონტინენტზე. ესეც ხდება გამყინვარების პერიოდში, ჯერ კიდევ გამყინვარებაა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხმელეთი ზღვის ზედაპირი დაწეულია და აი აქ ბენინგის სრუტი არ არსებობს. არის ევრაზია უკავშირდება ამერიკის კონტინენტს სახველეთო ხიდით. და სხვადასხვა ეს ხიდი არა მარტო ადამიანმა, ბერმა ცხოველმა გამოიყენა. იმისათვის, რომ მოეხდინა ამერიკის, გავრცელებულ ამერიკაში ამ პირიქით ამერიკიდან აკეთე. ეხლა ეს ყველაფერი როგორ აისახება გენეტიკაზე, ჩვენს გენეტიკაზე. ესეც თვითონ ძალიან საინტერესო კვლევა ამ წელს გაკეთდა, ჩვენ და საბედნიეროდ, იმიტომ რომ ამ კვლევის გარეშე ჩვენ მედატოს ძალიან ვიჭირდა წინ წასვლა და აი ამ კვლევა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. და დააჩქარა ჩვენი პროცესი, ამიტომაც ვთვლი რომ მე მალე ამოვწურეთ და მალე მივიყვანეთ ბოლომდე. ესტონელი გოგო კარმინი და მისი კოლეგებმა აი გაანალიზეს მამური წარმოშობა ჩვენ ადამიანების, დევანდელი ადამიანების და იმის საფუძველზე ააგეს ეს ფილოგენეტიკური ხე, ანუ მამური წარმოშობის ფილოგენეტიკური ხე, Y ქრომოსომის ევოლუციის.
და აი აქ ну აქ არის რამდენიმე ბევრი შტო და ალბათ არ ჩანს მაგიდან ხო ანუ ეს ну პირველი შტო იქ რაღაც A შტო იყო ესეთი რომელიც სამხრეთ აფრიკაში წარმოიშვა როგორც ვიცით გენეტიკურად და არქეოლოგიურად და შემდეგ დაახლოებით 150,000 წლის წინ ეს შტო იყოფა ორ შტოდ ეს ყველაფერი ხდება ისე ჯერ კიდევ აფრიკაში და აი უკვე 100,000 წლის წინ თარიღები აი ამ ფილოგენეტიკურ ხეზე არის მოლეკულური თარიღები, ანუ ალბათ ბევრი თქვენ გასმენია, რომ გენეტიკურად შესაძლებელია ჩვენ დავათარიღოთ ამა თუ იმ ტაქსონის წარმოშობა. დათარიღება საკმაოდ უხეშია, ისეთი ზუსტი არ არის, როგორც არქეოლოგიური ან რადიოაქტიული ნივთიერების დათარიღების მეთოდი. თუმცა გენეტიკა იძლევა აი დღეს აღებული ანალიზის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წარსული დავათარიღოთ, ჩვენი წარსული რაღაც მოვლენები. აი ამ კვლევით სწორედ ეს დათარიღებული ან შტოების ერთმანეთთან დახლევჩის დრო, დივერგენციების დრო. და ეს გაყოფა დაახლოებით თითო აფრიკიდან ევრაზიაში შემოსვლის დროს. ანუ იყო შტო A, რომელიც დაიყო A2 და BT შტოდ, და BT შტო იყოფა B შტოდ და DT შტოდ. აი DT შტოა, რომელიც შემოდის სწორედ ევრაზიაში. და ფილიპ საკმაოდ ძლიერი კვლევაა ეს, იმიტომ რომ გენეტიკურად დათარიღება იმდენად არაზუსტია და ამ დროს ისე კარგად ჯდება ამ არქეოლოგიურ დათარიღებაზე. ვთვლი რომ ეს არის საკმაოდ სარწმუნო მონაცემები. ანუ შემდეგ ეს DT შტო შემოდის ევრაზიაში, იგი მრავლდება ევრაზიაში, ახდენს ევრაზიაში ექსპანსიას და უკვე ხდება მისი სხვა დროთა განმავლობაში ის იგი იყოფა ახალ და ახალ შტოდ. და დღეს გვაქვს უკვე მრავალი შტო დედამიწაზე ამ მაგური წარმოშობის. ჩვენ დაგვაინტერესებს მომვლენ რა კი ეს ყველაფერი ხდება განსაკუთრებით ძირითადი განშტოებები, თავარი ძირითადი განშტოებები ემთხვევა დროში უკანასკნელი განყოფილების პერიოდს. აი ამ სტატიის თარიღები ავიღეთ და დავადეთ განყოფილების უკანასკნელი პერიოდის ტემპერატურის ცვალებადობის მრუძს. და ხედავთ რომ იგი ზუსტად ჯდება განყოფილების ბოლო პერიოდში, ეს თავარი დივერგენციები, ანუ ადამიანის თავარი შტოების წარმოშობა და ამავე დროს იგი ემთხვევა მინიმუმებს, ტემპერატურულ მინიმუმებს, აი თუ დააკვირდებით. უმეტესობა, სადაც 95% ამ თარიღებისა გენეტიკურად შტოების წარმოშობისა ემთხვევა ტემპერატურულ მინიმუმებს, ანუ მყინვარულ მაქსიმუმებს. აქედან გაგვიჩნდა უკვე მეტადაც გაგვიჩნდა უკვე სამუშაო ჰიპოთეზა. ამიტომ ამბობ ეს სტატია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. სამუშაო ჰიპოთეზა იმაში მომალეობდა, რომ როგორც ჩანს, ჩვენ დავუშვით, რომ ალბათ აი ამ ტემპერატურული მინიმუმების დროს იქნებოდა გაუსაძლისი უარესი პირობები ადამიანის გადასაჭერად და მისი გავრცელება ფრაგმენტირდებოდა ადამიანის და ამ ფრაგმენტებს შორის მიმოსვლა რთულდებოდა. და რადგან მიმოსვლა რთულდება პოპულაციებს შორის, შემდეგ იმ იზოლირებულ პოპულაციაში ვითარდება უნიკალური გენოტიპები, ტრადიციები, კულტურები და ასე შემდეგ. და გარეგნობა, სწავლულობთ გარეგნობა, ხო? ეს ჩვენი ჰიპოთეზა დავყავით სამ ძირითად ჰიპოთეზად. ანუ პირველი ჰიპოთეზა რომ რეფუგიუმებიდან დღევანდელი მამური მრავალფეროვნება უნდა იყოს ფუნქცია მყინვარული რეფუგიუმების განაწილებისა, მდებარეობის. ანუ უფრო მარტივიანით, რომ რაც უფრო ახლოა დღეს რაღაც ტერიტორია წარსულის რეფუგიუმთან, იქ უფრო მაღალი უნდა იყოს შტოთა რიცხოვნობა, მრავალფეროვნება. თუ ჩვენ თვლით ჩვენი ჰიპოთეზით, რომ თითო შტო წარმოიქმნა უნიკალურ რეფუგიუმებში, შესაბამისად დათბობის პერიოდში ამ რეფუგიუმებიდან იწვევს ადამიანი გაფართოებას სიარულს და შეხვედრის ადგილებში იქნება უფრო მაღალი მრავალფეროვნება. ანუ ესე იგი ადგილი, რაღაც განსაზღვრული ადგილი, რაც უფრო ახლოა ყველა რეფუგიუმთან, წარსულის რეფუგიუმთან, იქ უნდა იყოს ყველაზე თანაბარი განაწილება შტოების, ანუ თანაბარი განაწილება რა კი თანაბარი იყოს განაწილება შესაბამისად მრავალფეროვნების ინდექსიც არის ის მაღალი. ნუ აქ ახლა პირობითად გაჩვენებთ, რომ აი ეს ადგილი თანაბრადაა დაშორებული, აი ამ დღევანდელი ადგილი ეს,
აი ამ მყინვარული რეფუგიუმებიდან და შესაბამისად თანაბრად ხვდებიან იქიდან ფერი მივანიჭე პირობითად შტოს. ყველა შტოს წარმომადგენლები თანაბრად არიან განაწილებული აი ამ ადგილში, მაგრამ აი ამ ადგილში ეს ადგილი უფრო მეც მიიღებს აი ამ რეფუგიუმიდან, ხო? უფრო მეტ ინდივიდებს და შესაბამისად აი ამ ინდივიდების შთამომავლები იქნებიან უფრო მეტი დღეს აქ. და რაც უფრო მეტი დრო გავა, აი ამ ადგილებშიც ალბათ წაიშლება ეს სხვაობა. ანუ ეს არის დროის ფუნქცია. თავიდან ეს ადგილები დაუსახლებელი იყო, ხალხი ცხოვრობდა მხოლოდ აი ამ რეფუგიუმებში. შემდეგ აი პირობები რო შეიქმნა ამ რეფუგიუმებს შორის, ხალხი იწყებს ამ აი ადგილების შევსებას. პროცესს გაუმჯობესებული ადგილების შევსებას და შესაბამისად დროთა ვითარებაში ის ადგილები რაც უფრო ახლო რეფუგიუმთან უფრო მრავალფეროვანია, გენეტიკურად ვიდრე ის ადგილები რომლებიც შორსაა. ეს ერთი ჰიპოთეზა. მეორე ჰიპოთეზა გენეტიკურად ცნობილია რამდენიმე შტოს წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიურად არა, იმიტომ რომ წირი არქეოლოგიური მონაცემები გენეტიკური რამდენიმე წელია რაც დაიწყეს უძველესი ძვლების გაშიფრვა გენეტიკურად, ამიტომ ჯერ არ ვიცით ზუსტად წარსულში როგორი იყო განაწილება გენეტიკური. ამიტომ ისევ დღევანდელი მონაცემებით შესაძლებელი ხდება დღევანდელი გენეტიკით ვივარაუდოთ, სად რა შტო უნდა გაჩენილიყო. და აქაც პირობითად წარმოგიდგენთ ჩვენი მეორე ჰიპოთეზა. ანუ მოდელი, ჩვენ რა თქმა უნდა რეფუგიუმების მოდელებს ვიღებთ და აქედან ის მოდელია ყველაზე კარგი, რომელიც ყველაზე კარგად აჯდება, ანუ თანხდება რეფუგიუმის წარმოშობის რეალურ ადგილებს. ანუ ერთი მოდელია ეს ლურჯი მოდელი, რეფუგიუმების ქსელისა, ეს არის აგურისფერი მოდელი. და ეს წითელი არის ის ადგილები, სადაც ვიცით, რომ შტოები წარმოიშვა. გენეტიკური შტოები. შესაბამისად, ლურჯი უფრო კარგია, ხო, ლურჯი მოდელი, ვიდრე ყავისფერი. იმიტომ ლურჯი უფრო თანხდება ამ წარმოშობის ადგილებს და იდეალური თანხმედრა იქნება თუ ეს ლურჯი დააჯდება ამ წითელს. ამ პირიქით ვყავ. შესაბამისად, ჩვენ როცა მივიღებთ ბოლოში გავალთ აქამდე მივოთ, რამდენიმე მოდელს რეფუგიუმებისა ყველაზე კარგი იქნება, რომელიც ყველაზე ახლოა და კარგ თანხმედრაშია შტოების წარმოშობის ადგილებთან. და მესამე ჰიპოთეზა არის ეს შედარებით მარტივი. ანუ ის რეფუგიუმური მოდელი, რომელიც ყველაზე ხშირია არქეოლოგიურად ნაპოვნი ნასახლარები, შესაბამისად არის ყველაზე კარგი. იმიტომაც იქ უფრო მეტი ნასახლარია. აი ამ სქემის მიხედვით, ხედავთ რომ ადამიანი სხვაგანაც ცხოვრობს, სხვაგანაც აი ნასახლარები, მაგრამ უფრო მეტი სიხშირით მოდის აი ამ რეფუგიუმებში. ეს არის სულ ჩვენი სამი ჰიპოთეზა. ეს არის ჩვენი სამუშაო სქემა, ჰიპოთეზების შესამოწმებლად. და პირველი რაც ჩვენ ამოცანა რაც ჩვენ გავიძრახეთ, ეს იყო მყინვარული ბიომების რეკონსტრუქცია. ანუ თუ კი ვეძებთ რეფუგიუმს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ეკოსისტემები, რა ეკოსისტემები ხდებოდა ამ მყინვარების პერიოდში. ასევე რადგან მხოლოდ ჩვენ მოგვეპოვებოდა მხოლოდ კლიმატური მონაცემები, მხოლოდ უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმისა, ჩვენ დავუშვით, რომ ყველა უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის მაქსიმუმები მსგავსი უნდა ყოფილიყო. და თუ მრუდს შეხედეთ, მსგავსიც არის. ამიტომ მოდელი განმავითარეთ უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმისთვის. და იმისათვის, რომ ბიომების რეკონსტრუქცია მოგვეხდინა, გამოვიყენეთ ახლანდელი ჰიდროგრაფიული ქსელი, რომელიც მონაცემთა ბაზა არსებობს. და ამ მონაცემთა ბაზიდან ეს არის ვექტორული მონაცემები, რომლებიც გვაჩვენებს თუ სად არის სეზონური და სად არის მუდმივი მდინარეები. ძალიან მარტივი და უხეში მონაცემთა ბაზაა, მაგრამ ჩვენთვის სრულიად საკმარისი. შემდეგ ჩვენ ამ დღევანდელი ჰიდროგრაფიული ქსელიდან ავიღეთ წერტილები. წერტილები სადაც ხდებოდა მუდმივი მდინარეები და წერტილები სადაც ხდებოდა სეზონური ან დროებითი მდინარეები. და ცოტა მოგვიანებით გეტყვით რატო დაგვჭირდა ეს წერტილები. ამ 80,000 წერტილი ავიღეთ, სულ 40,000 აფრიკა-ევრაზიის ტერიტორიაზე, 80,000 ძველ სამყაროში, ანუ ამერიკის ტერიტორიაზე.
ეს აფრიკერაზიის, ანუ ბოდიში, ძველი სამყაროს წერტილები გამოვიყენეთ მოდელის შესაქმნელად, რასაც ქვია წვრთნა ჩვენ სფეროში და ამერიკული წერტილები გამოვიყენეთ ამ მოდელის გამოსახდელად. რათა დავრწმუნებულიყავით ჩვენი მოდელი სივრცეში რამდენად ზუსტი იყო. ანუ ორი ტიპის წერტილები გვაქვს, ორივე სამყაროში, მდინარეების, მუდმივმდინარეები და გროვებითი მდინარეები. ჩვენთვის საინტერესო იყო მუდმივმდინარეები. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა იყო ბიომების მოდელირება, ბიომები დამოკიდებული არა მარტო კლიმატზე, არამედ ჰიდროგრაფიულ ქსელზეც. Სადღაც ბევრი კვლევა, რაც ჩვენ მედად ამოვაჩინეთ, არ იყენებდა საერთოდ ამ ჰიდროგრაფიულ ქსელს, ამ მთელი ეს წარსულის ბიომების რეკონსტრუქცია ეფუძნებოდა მხოლოდ კლიმატს. და ასე არ არის დაუშვათ. უდაბნოში, მაშინ უდაბნოს კლიმატს თუ ავიღოთ, იქ ტყე არ უნდა იყოს, მაგრამ თუ უდაბნოში მდინარე გადის, იქ ტყე არის. ანუ კლიმატი, მარტო კლიმატი ვერ განსაზღვრავს ბიომების გავრცელებას. აქ გვინდა ჰიდროგრაფიული ქსელი. ამიტომ ჰიდროგრაფიული ქსელი პირველ რიგში უნდა გამომოდელებინა წარსულისთვის. შემდეგ ცვლადები, ეს კლიმატური ცვლადები, რაც ჩვენ გამოვიყენეთ, ერთი იყო ეს ბეილის ეფექტური ტემპერატურა, რომელიც არის ფუნქცია ყველაზე ცხელი თვის საშუალო ტემპერატურისა და ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურის და ძალიან კარგად ასახავს ტემპერატურულ ბალანსს და ზრდის ინდექს, მცენარეთა ზრდის ინდექსი. მეორე ცვლადი, რაც ჩვენ გამოვიყენეთ, იყო წლიური ნალექიანობა, თუმცა წლიური ნალექიანობა შევცვალეთ მისი ფარდობით ტემპერატურაზე, რამე თუ თვითონ ნალექიანობაც არ არის გამაჩვენებელი ბიომისთვის საჭირო წვდომადი წყლის. სისვლის უფრო გამაჩვენებელია თვითონ ბალანსი, როგორც ტემპერატუროს, ისე ნალექიანობის. შეიძლება ნალექიანობა მაღალი იყოს, მაგრამ იქ იმხელად იმდენად დიდი ტემპერატურა იყოს, რომ ვერ ასველებდეს იმიცას. ამიტომ თანაფარდობა ნალექიანობისა ტემპერატურაზე ყველაზე კარგი არაპირდაპირი გზაა სისვლის ინდექსირებისა. ანუ ის რაც ეკოსისტემას და მცენარეს ესაჭიროება. სიმაღლე ზღვის დონიდან გამოვიყენეთ იმისათვის, რომ გამოგვეთვალა სისვლის დაგროვების ზედაპირი და სისვლის დაგროვების დონე. ვინც ამ სფეროშია ჩახედული flow accumulation ქვია ამას. აი ეს ამ რუკაზე ამოცემული ორივე ერთად სისვლის დაგროვების როგორც ზედაპირი ისე თვითონ დაგროვება და ჩვენ გამოვიყენეთ ეს ორი ცვლადი იმისათვის, რომ დაგვემოდელებინა მდინარეების მუდმივ მდინარეების ალბათობა. თვითონ სისვლის დაგროვება მეტყველებს სისვლის რაოდენობაზე და სისვლის დაგროვების ზედაპირი მეტყველებს რამდენი სისველი იკარგება ინფილტრაციით ან აორთლებით, არაპირდაპირად. მივიღეთ ის წერტილები, სადაც ვიცოდით, სადაც იყო მუდმივ მდინარეები და სადაც იყო დროებითი მდინარეები, აი ეს წერტილები, იმ წერტილებში გავზომეთ აი სისვლის ინდექსები და მივიღეთ ესეთი ფორმულა. რომელმაც დროებითი მდინარეები გამყინვარების პერიოდში. ჯერ დღეს ვაკეთებთ ამას. გამყინვარების პერიოდში არ ვიცით, უნდა აღვადგინოთ დღევანდელი მოდელით, მივდივართ იქამდე, დღევანდელი მოდელით გვინდა ავადგინოთ, რეკონსტრუქცია მოვახდინოთ წარსულის ჰიდროგრაფიული ქსელის. მოით აქ დიდხანს ცოტა არ გავჩერდეთ, თუ კითხვები გაგიჩნდებათ ჩემი მოხსენების შემდეგ ბენერი ვიქნებით დამისვამთ. მოკლედ, ცუდი მოდელი არ მივიღეთ მე მის მინდა სივრცეში აჩვენა მშვენიერი შედეგები, ანუ ამერიკაში, სადაც თვითონ მოდელი ტერიტორია, სადაც ჩვენ მოდელი არ მიგვიღია, თვითონ ამერიკაში კარგად გამოიცნო, სად უნდა ყოფილიყო მუდმივი და დროებითი მდინარეები. შემდეგ ჩვენ ამით არ დაკმაყოფილდით და უკვე დროშიც გამოვცადეთ ჩვენი მოდელი. რადგან გამყინვარების პერიოდში ჰიდროგრაფიული მოდელები არ არსებობდა, ამიტომ ყველაზე კარგი წარსულ დროში რაც შეიძლება გვეპოვნა იყო აი ეს უკანასკნელი ინტეგრაციალის, ანუ სადაც 100.000 წლის წინანდელი მოდელი, რომელიც მდინარის ან უდაბნოს საჰარაში, აფრიკაში ჰიდრაულიკული მოდელირებით აი აკვლევარებმა მოახდინეს მდინარეების მოდელირება და მათმა მოდელა აჩვენა, რომ საჰარაში, რომელიც სადაც დღეს და დიდი ხანია მდინარეები აღარ არსებობს, აი 100.000 წლის წინ მოედინებოდა, მოიშკებდა მდინარეები. აი აქ განსაკუთრებით აი ამ ნაწილში საჰარის
მუდმივი მდინარეები აქვს და დროებითი მდინარეებია აქვს. ჩვენი მოდელი ზუსტად დააჯდა აი ამათ მოდელს, რომელიც მინდა ვთქვა, რომ ბევრად უფრო რთული იყო და ფოკუსირებული მხოლოდ ჰიდროგრაფიული ქსელის მოდელირებაზე. ჩვენი მიდგომით შედარებით უხეში იყო, მაგრამ ძალიან კაი შედეგები მოგვწია. შემდეგ ეს ჩვენი მოდელი წავიდეთ და გავუშვით უკვე გამყინვარების უკანასკნელ მაქსიმუმის დროს. ამისათვის ჩვენ მოვიძიეთ გამყინვარების უკანასკნელ მაქსიმუმის დროინდელი ტემპერატურული მონაცემები, იქიდან შემდეგ გამოვთვალეთ ეს ეფექტური ტემპერატურა, აი ასე გამოიყურება გამყინვარების უკანასკნელ მაქსიმუმის ტემპერატურის განაწილება და თუ დააკვირდებით ხმელეთი ბევრად მეტი იყო გამყინვარების პერიოდში. აი აზოვის ზღვა არ არსებობდა, კასპიის ზღვას თითქმის გამხრალი იყო. უფრო დეტალურად გაჩვენეთ კასპიის ზღვას ცოტა მოგვიანებით. და აი ეს მთელი ინდონეზია ერთ ხმელეთს წარმოადგენდა. კუნძულები არ იყო. და როგორც ვთქვი, ევრაზია უკავშირდებოდა ამერიკის კონტინენტს ბერინგის სახმელეთო ხიდით. ასევე გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის სისველე გამოსაზღვრეთ. შემდეგ ეს ორი მონაცემი, ამ ორი მონაცემი ხო კიდევ რელიეფი. რელიეფი ვიცით, რომ გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში ზღვის დონე დაწეული იყო დაახლოებით 120 მეტრით და დღევანდელ რელიეფს დავაკელით 120 მეტრი, ანუ დავწიეთ ზღვის ზედაპირი და მივიღეთ აი ეს რელიეფი. ამ რელიეფით და კლიმატური სისვლის მონაცემებით აქაც განსაზღვრეთ სისვლის დაგროვების ინდექსები, შემდეგ ეს ინდექსები ჩავდეთ იმ ჩვენ მოდელში, იმ ჩვენს ფორმულაში და მივიღეთ გამყინვარების პერიოდში მუდმივი მდინარეების რუკა. აქ უბრალოდ კავკასია ამოდიდებული და აი ასე გამოიყურებოდა ჩვენი მოდელის მიხედვით 20,000 წლის წინ მდინარეები კავკასიაში. აი ეს მკრთალი ადგილი დღეს ზღვითაა დაფარული. გამყინვარების პერიოდში ხმელეთი იყო. აი კასპიის. შემდეგ ამ მდინარეებიდან, გამყინვარების პერიოდის მდინარეებიდან, როგორც ჩვენს მიერ მოდელირებული მდინარეებიდან დავითვალეთ დაშორება, მანძილი. დაშორების მანძილი ასე გამოიყურება. დაშორება სწორედ ჭირდებოდა იმისათვის, რომ დაგვემოდელებინა უფრო ზუსტად ბიომები. რადგან ბიომები დამოკიდებული როგორც ვთქვით, მდინარეთა ქსელზე და ეს მანძილი იქნებოდა განსაზღვრელი სწორედ ამა თუ იმ ბიომის გავრცელებისა მდინარიდან. მანძილი ვის შორის იმართება? მდინარესა და რაღაც ადგილს შორის. დავუშვათ მაგას მივაცნობ. ანუ ამით ჩვენ მივიღეთ მდინარის მუდმივი მოდელი, მდინარეების რუკა, შემდეგი უკვე ეტაპი იყო უკვე ბიომების მიღება. იმისათვის რომ ანუ მდინარეები გვაქვს წარსულის კლიმატი და გვინდოდა წარსულის ბიომთა ნიმუში. რომ ამ სამი პაკეტი ჩვენ მოგვექნა რეკონსტრუქცია წარსულის ბიომებისა. აქაც ბედად გამოგვადგა ეს მონაცემთა ბაზა, სადაც გვაქვს 317 ადგილი წერტილი და სადაც განსაზღვრულია თითოეულ წერტილში განსაზღვრულია პალინოლოგიური მეთოდით და არქეოლოგიური დათვალიერების მეთოდებით თუ რა მცენარეები არსებობდნენ აი ამ წერტილებში სხვადასხვა დროს. და ჩვენ დაბედად ეს ყველაფერი განსაზღვრული იყო უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმისთვისაც კი. სულ ჩვენ ავიღეთ აქ სქემა, იერარქიული სქემა აქვს ბინომიზაციის, ჩვენ ავიღეთ მეგაბიომური სქემა, სადაც გვაქვს სულ 8 ბიომი. ანუ თითოეული წერტილისთვის განსაზღვრულია 20,000 წლის წინ თუ რა ბიომი ხდებოდა, ანუ რა ბიომი დომინირებდა. ეს არის ტროპიკული ტყე, თბილი ზომიერი ტყე, ზომიერი ტყე, ტაიგა, ანუ ჩრდილოვანი ტყე, წიწვოვანი, მეჩხერი მშრალი ტყე, ბალახბუჩქნარი, უდაბნო და ტუნდრა. აი ეს მონაცემები ჩვენ დავადეთ იმ კლიმატურ მონაცემებს წარსულის და ამავე დროს ჰიდროგრაფიულ ქსელს და არის ესეთი კლასიფიკაციური ხის მეთოდი. ამ კლასიფიკაციური ხის მეთოდით ჩვენ მივიღეთ
ცხიური მოდელი, რომელიც ცხრილის ვერსია, ცხრილური ვერსია, აი ასე გამოიყურება. ანუ იმისათვის რომ საქმე ქონდეს ტროპიკულ დღესთან, ანუ მოცემულ ადგილში გაიხაროს ტროპიკულმა დღემ, გამყინვარების პერიოდში რომ გაეხარა ტროპიკულ დღეს, ამისთვის საჭირო იყო, რომ აი ეს პირობები დაკმაყოფილებულიყო. ეფექტური ტემპერატურა ყოფილიყო 16 გრადუსზე მეტი, სისველი 100-ზე მეტი და დაშორება მდინარიდან 1 კილომეტრზე ნაკლები და ასე შემდეგ. აი ესეთი პირობებით ჩვენ უკვე წარსულში თვითონ ამ მოდელის დიაგნოსტიკაზეც გეტყვით ერთი-ორ სიტყვას. ამ შემთხვევაშიც არ მივიღეთ არც ცუდი მოდელი. მთლიანი კლასიფიკაცია ჩვენი ბიომებისა 65% იყო, რაც ამ სფეროში ითვლება არც ისე ცუდად. და აი თვითონ აი ამ მოდელის უკვე დარუკებული ვარიანტი აი ასე გამოიყურება. ანუ ქონდა მხოლოდ წერტილები, ბიომთა გავრცელების და აი ამ წერტილები და კლიმატური მონაცემები ჰიდროგრაფიის წერტილით უკვე შევავსეთ მთლიანი დედამიწა. დედამიწის გამყინვარების პერიოდი. ხედავთ აი ეს წვანე ტყეებია გამოყოფილი, უყურეთ როგორი ფართო რამდენად დომინირებდა მაშინდელ სამყაროში უდაბნო და ტუნდრა. აი ეს ცისფერია ტუნდრა და ყვითელია უდაბნო. და ტყეები იყო საკმაოდ შეზღუდულად გავრცელებული. ანუ ბიომთა რუკა რეკონსტრუქცია მოვახდინეთ გამყინვარების პერიოდში და ახლა რა არის აქ რეფუგიუმი ადამიანის? ჯერ არ ვიცით. ანუ შემდეგი ეტაპია სწორედ ამ ბიომებიდან გამოვყოთ ის ბიომები, რომლებიც ჩვენ სამ ჰიპოთეზას მიიღებს, ანუ არყოფს. ამიტომ ეს ჩვენი ბიომები, სულ 8 ბიომი სხვადასხვა კომბინაციით, 1-დან 7-მდე კომბინაციით მივიღებთ სულ 200 მაქსიმალური ვარიანტები, 254 ვარიანტი. აქ უბრალოდ 254 ვარიანტს მე ვერ წარმოგიდგენთ, უბრალოდ გაჩვენეთ მხოლოდ 5 ვარიანტს. აი აქ პირველ სურათზეა მხოლოდ ტროპიკული ტყე, მეორე სურათზეა ტროპიკული ტყისა და ზომიერი ტყის კომბინაცია. შემდეგ სურათზეა ტროპიკული ტყისა და ბალახბუჩქანის კომბინაცია, ტროპიკული ტყისა და ტუნდრის კომბინაცია და 4-ის კომბინაცია ის ქვემოთ. და ასე შემდეგ ყველა ვარიანტი სულ გამოვიდა 254. ანუ ჩვენ მივიღეთ 254 მოდელი რეფუგიუმის. პოტენციური რეფუგიუმის. აქედან 1 ან 2 იქნება კარგი ალბათ, ხო? უბრალოდ 1 ამ ვარიანტებიდან. თან ისე ვქენით, რომ ეს რეფუგიუმები ფრაგმენტალურია და ის ფრაგმენტები, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ ერთმანეთთან დაშორებული იყვნენ არა უმეტეს 8 კილომეტრისა, მოვახდინეთ აგრეგაცია, გავაერთიანეთ. და რატომ? იმიტომ რომ ცნობილია დღევანდელი კვლევებით, რომ მონადირე შემგროვებელი თავისი დასახლებიდან 1 დღის განმავლობაში შეუძლია იგი გადაადგილდეს 8 კილომეტრით. ამიტომ ორი ფრაგმენტი თუ ერთმანეთისგან 8 კილომეტრის საზღვრებშია, ეს ორი ფრაგმენტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი ტერიტორია სათარეშო ამ მონადირე შემგროვებლის. და ამავე დროს იმისათვის, რომ თემა მონადირე შემგროვებელთა თემა იარსებოს რაღაც გარკვეული ხნის დიდი ხნის განმავლობაში, მას სჭირდება 175 კვადრატული კილომეტრი. ანუ ის აგრეგირებული ფრაგმენტები, რომლებიც ფართობით უფრო ნაკლები იყო ვიდრე 175 წავშალეთ უბრალოდ. ანუ ის უსე გამოუსადეგარი იყო მონადირე შემგროვებისთვის არსებობ. და იქ უბრალოდ მაგალითისთვის მოყვანილია მშრალი ტყის, უბრალოდ მეშხერი ტყის უკვე აგრეგირებული ვარიანტი. შემდეგ როგორც ვთქვით, პირველი ჰიპოთეზის მიხედვით ის აი ამ მოდელებიდან, რეფუგიალურ მოდელებიდან ის მოდელი უნდა იყოს კარგი, რომელიც ყველაზე კარგად ხსნის დღევანდელ მრავალფეროვნებას, გენეტიკურ მრავალფეროვნებას მამური შტოებისა. აი ეს არის მამური შტოების დღევანდელი მრავალფეროვნება დათვლილი ჩვენს მიერ. ზოგი ჩვენი კვლევა, ზოგი ლიტერატურიდან ჩამოვთვირთეთ და სულ 48 ადგილი აქვს. წრის ზომა პირობითად მიუთითებს მამურ გენეტიკურ მრავალფეროვნებას, ანუ რასაც დიდია წრე, მით უფრო მრავალი მამრობითი შტო ხდება იქ. ეს მამური მრავალფეროვნების ფორმულა აქ არის ნეის ფორმულა ქვია, რომელიც
ფუნქცია აი ამ ადგილში თითოეული შტოს წილის ერთმანეთთან ამრავლის და მათ შორის გენეტიკური მანძილის და ამ ყველაფრის ჯამის. ეს გენეტიკური მანძილები სწორედ აი ამ ესტონელი გოგოს მიერ გამოქვეყნებული ფილოგენეტიკური ხიდან ავიღეთ. რაც იმიტომ თქვი ძალიან გამოგვადგა. მოკლედ, შორს რა წავიდე, დათვლილი გვაქვს აი აქ ამ რუკაზე მოცემულია სწორედ ეს როგორ ნაწილდება მამური მრავალფეროვნება დღეს და შემდეგ აი ამ უკვე რეფუგიალური მოდელებიდან პოტენციური ვზომავთ მანძილებს თითოეულ აი ამ ადგილამდე. და შემდეგ ამ მანძილებს ვასაშუალებთ. ანუ ჰიპოთეზას ვუბრუნდები. ეს საშუალო მანძილი რაც უფრო ზუსტად დაემთხევა აი ამ მრავალფეროვნების განაწილებას, ის მოდელი იქნება ჩვენთვის ყველაზე მისაღები. ამას ვეძახით ჩვენ რეგრესიას. მრავალწლოვანი სტატისტიკაში. ანუ რეგრესიული მეთოდით ვახდენთ აი ამ მანძილების დაკავშირებას აი ამ გენეტიკურ მრავალფეროვნებასთან. მაგრამ ამ მანძილებს უბრალოდ ჩვეულებრივ გეოგრაფიულ მანძილებს არ ვიღებთ. არა მარტო უბრალოდ ვიღებთ ჩვეულებრივ გეოგრაფიულ მანძილებს და ამავე დროს ვიღებთ იოლ გეოგრაფიულ მანძილებს. ანუ მეორე ნათქვი ამას ეფექტური გეოგრაფიული მანძილები. აი ამ 254 მოდელიდან თითოეული აი ამ 48 პოპულაციისთვის გავასაშუალეთ ეს მანძილები თითოეული მოდელისთვის და შემდეგ მივიღეთ მოდელი რეგრესიული. ეს პირობითად გაჩვენებთ ერთ-ერთი ვარიანტის მიმართ აქ არის ისინი 4-ვე ტიპის ტყიდან, რეფუგირებული ტყიდან როგორ არის განაწილებული დღევანდელი პოპულაციები და მათი გენეტიკური მრავალფეროვნება მამული. უბრალოდ ვიზუალიზაციისთვის. როგორც გითხარით, ვახსენე პროდუქტიულობა. ჩვენ გამოთვალეთ ასევე პროდუქტიულობაც. არის ასეთი მოდელი ამ შორს არ წავალ თუ კითხვები თუ დაგაინტერესებთ ამაზე ცალკე ვისაუბროთ. რომელზეც ნაჩვენებია პირველადი პროდუქცია, ანუ რაც უფრო მუქია, იქ უფრო მეტი წლის განმავლობაში 1 კვადრატულ მეტრზე მეტი ნახშირბადი გროვდება, ანუ ორგანული მასა, რასაც ადამიანი მოიხმარს. ორი ტიპის პროდუქტიულობა ავიღეთ, ერთი ჩოლე პროდუქტიულობა და მეორე პროდუქტიულობა, რომელიც გავამრავლეთ ტყის საფარის შებრუნებულ წილზე. ანუ ვიცოდით რა, რომ ტყე არ უყვარს ადამიანს მონადირის შემგროვებელს, ის პროდუქტიული ადგილები, რომელიც მოდიოდა ტყეზე, მისი წილი შევამცირეთ ამით. და აქ უკვე აი ეს პროდუქტიულობა ხედავთ ეს ტყის გაუთვალისწინებლად და ტყის გათვალისწინებით, როგორ იქ სადაც ტყე ადამიანისთვის პროდუქტიულობა დაეცა. დღეს სადაც ტყეებია, ეს არის ტაიგა, ეს ტროპიკული აფრიკა, ეს ამაზონია და შემდეგ. ამათ შებრუნებული სიდიდეებით განსხვავებთ იოლი მანძილები. ასევე გამოვიყენეთ, იყო მოსაზრება, რომ დღევანდელი მამური შტოების მრავალფეროვნება ადამიანის სიმჭიდროვეზეც არის დამოკიდებული. ანუ ადამიანის სიმჭიდროვეც ავიღეთ ამ ჩვენს მოდელში, ბევრი ცვლადი ავიღეთ, ვისაც გავლილი გაქვთ ეს რეგრესიული ანალიზის კურსი, იცით ალბათ, რომ ბევრი ცვლადი შეიძლება აიღო და აქედან ანალიზის მეშვეობით გაიგოთ ამ ბევრიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი გამსაზრდელი ფაქტორი ამ შემთხვევაში გენეტიკური მრავალფეროვნების. და მივიღეთ აი ასეთი მარტივი მოდელი. ერთადერთი ცვლადი აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩვენს მოდელში, ანუ თვითონ მოდელი ასე მარტივად გამოიყურება და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ 254 ვარიანტიდან მხოლოდ მშრალი მეჩხერი ტყე. ანუ მეჩხერი ტყიდან დაშორება, რომელიც სადაც დაშორებას განსაზღვრავს ადამიანისათვის მისაწვდომი პროდუქტიულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენი პირველი ჰიპოთეზა მე ნაკლებად დადასტურდა. ოღონდ თან დაზუსტდა, რომ თურმე მეჩხერი ტყე არის თავი რეფუგიუმი ჩვენი პირველი ჰიპოთეზისთვის. და ამავე დროს პროდუქტიულობა უტყეო პროდუქტიულობა. ანუ მეორე ჰიპოთეზა იყო, გახსოვთ, ცნობილი ადამიანის შტოების ცნობილი წარმოშობის ადგილები. და ეს ცნობილი წარმოშობის ადგილები იმ ჩვენ 254 ვარიანტთან პოტენციური რეფუგიუმებისა, როგორ თანხმდომაში იყო ან თანხმედრაში. ეს გახლავთ აი შტოები, ამ შტოებს თავის სახელი აქვს საერთაშორისო ნუმერაცია აქვს. აი ეს ვთქვი აფრიკული შტო პირველი, ერთი თუ პირველი A ქვია მას. B და ცნობისათვის ეს G არის ყველაზე გავრცელებული კავკასიაში. G შტო.
აი ეს ერშტო სადღაც ვარაუდობენ რომ წარმოიშვა აი აქ, დღეს ყველაზე მეტია ევროპაში, დასავლეთ ევროპაში, კელტებში. ამაზე დათოს უნდა მოხსენება და თუ კითხვები გაგიჩნდებათ, შემიძლია მეც და დათომაც დღეს უნდა გავმაყოფილოთ. აი ეს უბრალოდ პირობითად გაჩვენებთ აი ეს შტოების წარმოშობის ადგილები როგორ ნაწილდება მაგალითად ტყეების მიმართ, რეფუგიალური ტყინვარული ტყეების მიმართ. ჩვენი მოდელის მიხედვით. აი ეს უკვე როგორ ნაწილდება ისინი მეჩხერი ტყის მიმართ. მოგეთ ყველაზე კაი შედეგი აქაც მოხსნა მეჩხერმა ტყენ. აი ეს რეფუგიალური შტოების წარმოშობის ადგილები ყველაზე კარგად დაარსდა რეფუგიალურ ფრაგმენტებს, მეჩხერი ტყის რეფუგიალურ ფრაგმენტებს. ანუ ჩვენი მეორე ჰიპოთეზა დადასტურდა და ამავე დროს დაზუსტა იმით, რომ მეჩხერი ტყე აქაც მნიშვნელოვანი ყოფილა. და მესამე ჰიპოთეზა იყო, ანუ რომ თუ ეს ადგილი რეფუგიალურია, წარსულში ნაპოვნი ნასახლარები, ანუ წარსულის ნასახლარები, თუ დღესნაპოვნი, ყველაზე მეტი სიხშირით უნდა გვხვდებოდეს აი ამ რეფუგიალურ ადგილებში. არა მარტო სიხშირე არ იყო საინტერესო ჩვენთვის, არამედ საინტერესო იყო სიხშირე მაცდური მაჩვენებელია და რატომ მოკლედ ძალიან სწრაფად გეტყვით ამას. შეიძლება სინჯი თქვენი აუშვათ ამ შემთხვევაში ნასახლარების სინჯი არ ყოფილიყო მაშინდელი რეალური განაწილების სწორი მაჩვენებელი, ანუ წარმომადგენლობითი. მხოლოდ იმის გამო, აი ახლა გაჩვენე, აი როგორ განაწილება აქვს სინჯი. თუ დააკვირდებით, უკვე ეტყობა სინჯი არის ტენდენციური. ევროპაში უფრო მეტია სიხშირე ვიდრე აღმოსავლეთ აზიაში და ინდოეთში. გამორიცხულია რომ ევროპაში უფრო მეტი ნასახლარი ყოფილიყოს ვიდრე ინდოეთში, იმიტომ რომ ვიცი რომ ინდოეთში ბევრად უფრო კარგი პირობები იყო ადამიანის განვითარებისას. ვიცი რომ პირველად ადამიანი რომ გამოვიდა აფრიკიდან, პირველში ინდოეთი გაიარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროპაში უფრო მეტი წერტილია. რატომ? იმიტომ რომ ევროპელები უფრო მეც მუშაობენ და მეტი აღმოჩენა გააკეთეს. ამიტომ აი მარტო ამ სიხშირით მიდგომა იქნებოდა ჩვენთვის ტენდენციური და ვერ მივიღებდით სწორ პასუხს ჩვენ ჰიპოთეზაზე. ამიტომ გამოვიყენეთ შერჩევითობის ინდექსი, არსებობს ეს ინდექსი, იულევის ინდექსი ქვია, რომელიც აი ამ არაწარმომადგენლობითობის ასიმეტრიის სინჯის პრობლემა ძალიან მარტივად ჭრიდის. ამ შემთხვევაში ბიომში, არა მარტო ბიომში სიხშირეს ვიდრით, არამედ ამ სიხშირის, ამ წერტილების დაუშვათ ნასახლარების საერთო წილი, ყველა ნასახლარიდან აი ამ მოცემულ ბიომში. და აი ამ ბიომის საერთო წილი მთელ ბიომთა სისტემაში. აი ასე მარტივად და გონივრად ჭრის ამ პრობლემას ეს ინდექსი, აი ამ ასიმეტრიული სინჯისა. და დომინება არ არის ამიშვილება. ნუ ეხლა თუ სინჯი არის ძალიან ასიმეტრიული, რა თქმა უნდა ეს ინდექსიც შეცდება. მაგრამ ეს ინდექსი ბევრად უფრო მდგრადია ასიმეტრიისა, ვიდრე ჩვეულებრივი სიხშირის დათვი. ანალიზში, სტატისტიკურ ანალიზში აბსოლუტური რაღაც ძალიან ყველაზე კაი და ყველაზე ცუდი არ არსებობს. არის ყოველთვის რაღაც სავაჭრო მომენტი. მოკლედ, ამ ინდექსს აქვს იგი მერყეობს -1-დან 1-მდე. თუ ინდექსი უდრის 0-ს მოცემულ ბიომში, რაღაც სახეობის გავრცელების, ან ამ შემთხვევაში ჩვენი ნასახლარების, ეს ნიშნავს, რომ ის იმ ბიომის მიმართ მოცემული სახეობა ამ შემთხვევაში ადამიანი ინდიფერენტულია. თუ ინდექსი უდრის -1-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადგილს ადამიანი გაურბის. თუ ინდექსი უდრის 1-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადგილი ადამიანისთვის ძალიან ვარგისია, სასურველია. ერთადერთი. მაგრამ ეს როგორც ვთქვათ, სამნიშნულობა არ აქვს. -1-დან 1-მდე მერყეობს. ანუ შეიძლება ინდექსი უდრიდეს 0.2-ს, 0.2-3 და ასე შემდეგ. მაგრამ რაც უფრო მიისწრაფის 1-ისკენ, ეს უფრო კაია. რაც უფრო მიისწრაფის -1-ისკენ, ეს უფრო ცუდია. რაც უფრო მიისწრაფის 0-ისკენ, ეს ნიშნავს ნეიტრალობას. ეს უბრალოდ ჩვენი ბიომები და აი ამ ჩვენ ბიომებში ერთ შეხედვით როგორ ნაწილდება აი ეს არქეოლოგიურად ნაპოვნი ნასახლარები და რადიოაქტიური მეთოდით დათარიღებული რომელიც თარიღდება სწორედ აი უკანასკნელი გამყინვარების მაქსიმუმით. და აი თვალით თუ შეხედავთ რაღაც ზოგი წერტილი და არც ეს ცოტა ხდება ტუნდრაშიც. ანუ თვალი საკმაოდ მაცდურია. მაგრამ აი ჩვენ ინდექსი გვეუბნება, რომ
არის ის არ ჩამისვე ბოდიში. მოკლედ ჩვენი ინდექსი გვეუბნება რომ ტუნდრა იღებს უარყოფით მნიშვნელობას, ტაიგაც იღებს უარყოფით მნიშვნელობას, დადებით მნიშვნელობებს იღებს მხოლოდ მეჩხერი ტყე და ზომიერი ტყე. მაგრამ მეჩხერი ტყე ბევრად მეტ მნიშვნელობას უფრო ახლოა ერთთან, ვიდრე ზომიერი ტყე და ტროპიკებთანაც იღებს უარყოფით მნიშვნელობას. ანუ მესამე ჰიპოთეზამ გვაჩვენა ის რომ აქაც მეჩხერი ტყეა მნიშვნელოვანი. ისევე როგორც დანარჩენმა ორმა ჰიპოთეზებმა. ანუ რეფუგიული მნიშვნელოვანი და მეჩხერი ტყე. ეს ყველაფერი ერთად ამ რუკაზე დიდი დრაფის მომცემია. და ეს ჩვენი მეჩხერი ტყე ასე გამოიყურება გამყინვარების პერიოდში. ესეთი იყო განაწილება მისი. ამერიკის კონტინენტზეც იყო მეჩხერი ტყე, მაგრამ იქ ადამიანი გამყინვარების პერიოდში არ იყო. ადამიანი იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომ ადამიანმა ბერინგის ხიდი გადაკვეთა, მიაღწია აქ ბერინგია ქვია ამ ადგილს და აქ ჩარჩა შემდეგ დათბობის პერიოდში მას მე რაც სრუტე გაჩნდა და სწორედ აქ განვითარდა ერთ-ერთი შტო, მნიშვნელოვანი შტო, რომელსაც ქუქვია ერთ-ერთი ვერსიით და შემდეგ დათბობასთან ერთად აქ რო ყინული გალღვა, წამოვიდა ეს შტო და დაასახლა მთლიანად ამერიკის კონტინენტი და ჩვენი მოდელიც, რადგან უნდა საოცარი იყოს ან და სასიამოვნო ჩვენთვის, მართლაც აჩვენებს აი ამ რეფუგიუმს. სადაც ჩრდილოეთში, იქ სადაც უნდა ყოფილიყო გაუსაძლის პირობები, თურმე იყო კაი პირობები. ანუ გოლფსტრიმი, როგორც ჩანს იყო გოლფსტრიმი და თბილი იყო კლიმატი და იყო სავანა იქ, მეჩხერი ტყე. ეს ახლა დაფარულია ხო ეს? ახლა ეს ადგილი არის წყალქვეშ და ამიტომაც კვლევებს ვერ ატარებენ და ბევრი რამ არიციან ამ ადგილზე, არის მხოლოდ ვარაუდები. თუმცა ნახულობენ რაღაც ნივთებს, რომელიც ამტკიცებს, რომ იქ იყო უნდა ყოფილიყო ადამიანი გამყინვარების პერიოდში. ხო და აი ჩვენ ყველგარი წაუსვლელად და გათხრების გარეშე ჩვენი მოდელიც აჩვენებს, რომ იქ არის კაი პირობები. და თან ემთხვევა ზუსტად აი ყველა მოსაზრებას. აი ჩვენი მოდელი ხო ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაზე როგორ გამოიყურება? ანუ ბიომების განაწილება აი ასეთი იყო 20000 წლის წინ. ხედავთ რომ საქართველოს ტერიტორიაზე აი ტყეების ედარი, ნაქუცი, სადაც აჭარასთან. აქ იგულისხმება მასიური ტყეები. აი ეს წითელი არის სავანა, ანუ მეჩხერი ტყე. მაგრამ აი კარგად ჩანს უკაზე, არ ჩანს დინარეები. დინარეებს მიუყვებოდა ტყეები. აი აქაც არის ტყეები, აღმოსავლეთ საქართველოს წინ მხოლოდ დინარის ნაპირებში. აი კიდე ამოვადიდებ. ვაი უკვე ჩანს. აი ეს წვანე ფაქტობრივად არის ტყეები, არა მარტო დინარეები. მაგრამ აი მასიური ტყე იყო მხოლოდ აი აქ. და აი ეს იყო შესანიშნავი რეფუგიუმი ადამიანის გადასარჩენად, კოლხეთის დაბლობიდან მთისწინები, აი ეს წითელი ადგილი. აი ფუშოიდან თუ შევხედავთ და ნუ ფიქრობდნენ ადრე რომ შტო ჩამოყალიბდა კავკასიაში და ჩვენი კვლევა კიდევ უფრო აზუსტებს ამას და ამბობს რომ არ მარტო კავკასიაში შეიქმნა ეს მამური შტო, არამედ აი აქ, დასავლეთ კავკასიაში. სხვა კავკასიელებს არ ვაწყენინოთ. ან კოლხეთ, ისტორიულ კოლხეთის ტერიტორიაზე. და არის ესეთი შტო, მიწათმოქმედთა შტო, მიწათმოქმედება შემოიტანა, გაავრცელა თითქოს მსოფლიოში, ამბობენ რომ ჩამოყალიბდა აი აქ, ნაყოფიერ ნამგალში. აი ჩვენი მიხედვით, მოდელის მიხედვით, მართლაც არის აქ შესანიშნავი პირობები ადამიანის გადასარჩენად. და პირველი მიწათმოქმედება აქ დაიწყო და პირველი ქალაქ სახელმწიფოები შეიქმნა შემდეგ აქ უკვე 10000 წლის წინ. აი ეს დღეს როგორ გამოიყურება ბიომები? მუქი მწვანეთი ნაჩვენებია ტყეები. ღია მწვანეთი ნაჩვენებია ადგილები, სადაც პრინციპში უნდა იყოს ტყე, მაგრამ ადამიანმა აუტირა ყოფა, გაასავარგულა, გაჩეხა და იქ მეჩხერი ტყე ან არ არის საერთოდ ტყე. და აი ეს სფერი ესეთი ღია ავისფერი არის მინდვრები, სტეპები. და გამყინვარების პერიოდში უყურეთ სტეპები, თითქმის როგორც სტეპებით შეზღუდული იყო მინდვრებიც. ცითად უდაბნო იყო დღეს, იქ სადაც დღეს მინდორია, გამყინვარების პერიოდში იყო უდაბნო. აი ეს უდაბნო გადაიწია სამხრეთით დღეს, ხოლო სირიაში, ერაყში და ცოტაოდენი ახლა მიყავს ალბათ არ ჩანს. აი აქ სომხეთის ტერიტორიაზე. ეს თემა უფრო დავახლოვით. მადლობა ყურადღებისთვის. სულაც იყო. მადლობა ლექსო. რატომ მოგილვა იქნება შეკითხვები, რომ გამრევი
ტექნიკური დეტალები იყო, რომელიც ნამდვილად ალგორითმი არის, რომელიც ლექსով შეიმუშავა ძალიან ესეთი რთული არამატივი და შეიძლება ამასთან დაკავშირებით გქონდეთ შეკითხვები, რომ თქვა უფრო რაღაც დეტალურად გავეტყვეთ ან სხვა ვაშა მადლობა ლექსონ საინტერესო მოსმენისთვის. ერთი ალბათ უფრო ტექნიკური ორი კითხვა მაქვს. პირველი როგორ გადავიდა ადამიანი აფრიკიდან ავსტრალიაში? ოკეანია გადასულა თუ სამხრეთით გადავიდა? არა. სიტუაცია. კი, ეგ მაგაზე არსებობს რაღაც კვლევები. მაინც მოუწია გაცურვა. ანუ ეს რატო გაისარჯა ეს? ადამიანი. მოუსვენარია. მოუსვენარია. ეს არ ამოდიდება ალბათ. აი ეს დღეს რო კონძულები ეს ადგილი აბდელად გაიარა ხმელეთი იყო. შემდეგ აი აქ იავაზეთ გადადის 70% რო არის იმით. ხო, მოფიქრება არ უნდა. ეს მარშრუტი დადასტურებულია, რომ ეგრე გაიარა თუ არის მოსაზრება, რომ შეიძლება სამხრეთიდან მოერგო. დადასტურებული ხო ხმამოვლენ ცოტა ისე ნათქვამია. ალბათური მარშრუტი არსებობს, ანუ ნაპოვნიეს ნივთები, არქეოლოგიური მონაცემები და ექსპერიმენტები. ექსპერიმენტებიც ჩატარებული და კი, აი ამას ადვილად გავიმიდა. აი აქ იავაზე რო გადამხდარი იყო, შესაძლებელი იყო რომ ჩანდა მოპირდაპირე მხარე, მორზე შეხტებოდა და რაღაცა გაცურა და ვერ მოისვენებდა ხო ადამიანი დღესაც. დღესაც ვცდილობს ადამიანი მორით შემოუვაროს ოკეანეს და ვიღაცები აღერხებიან, აი ხოცებიან, მაგრამ მაინც ვცდილობენ. შემდეგ აი ეს ადგილებიც ჩანს, აი ამ ადგილშიც მოპირდაპირე მხარე, მაგრამ აი აქედან როგორც ამბობენ, აქ უკვე კამათობენ არ ჩანს ავსტრალიის მხარე. ანუ საკმაოდ უნდა გაერისკა. გარისკა. ალბათ ბევრი შეეწირა ამ პროცესს. თუმცა აქ წყლები არის ძალიან წყნარი, 7. და რაღაც დიდი ხის იმაზე რომ მოხდარიყო ადამიანი და რაღაც ნაკად წაიღო იქით. სულაც საკმარისი იყო რამდენიმე ინდივიდი გადასულიყო, შემდეგ ვიცით რომ ადამიანი ძალიან სწრაფად მრავლდება. იქიდან არ ჩანს რაღაც ყველაზე ახლო. ვითვლება რა სადღაც აი აქედან გადახდა. აქ უკვე ზუსტად დაახლოებით იგივე მანძილებია აქედან ავსტრალიაში. იმიტომ რომ აქ გადის ვოლოსის სრუტე გადის, რომელიც ყველაზე ის არის, თხელი, ვოლოსის. აი ეს 120 მეტრიო დააკეთეთ რელიეფს. ეს 120 მეტრი დააკეთეთ ყოველთვის ფსკერის რელიეფს თუ მთელი ზედამიწის რელიეფს? ნაპირს. ხმელეთის ნაპირს დავწიეთ დაბლა. ხმელეთის ნაპირიდან წავედით 120 მეტრით დაბლა. არა, არის ესეთი გეპკო. ბათიმეტრიული ჯიტოპო და ეს ყველაფერი კომბინაციაა. კი, რა თქმა უნდა, ის ფსკერის ისიც ჰქონდა რელიეფი. ხმელეთისთვის არ დაგიკვირდა 120 მეტრი. არა, დაემატა ხმელეთს პირიქით, ხო? ზღვა დავწიეთ. ეს არის ის გეოტოპო მხოლოდ ხმელეთს აჩვენებს დევანდელს. ეს გეპკო ზღვის ფსკერსაც, ზღვის ფსკერის რელიეფსაც. მოუთ უფრო უხეშია ვიდრე ხმელეთის. ვიდრე ვიცი რომ დღემდე ზღვის ფსკერი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი თავიდან ეს ყველაში არის ის, რომ ახდენთ ადამიანის მოთხოვნების შეფასებას რა. მაგალითში პრობლემებს ასე შეიძლება. რომლის დღეს ცხოვრობენ იმათ მაგალითს, ესე. არა ხო? ეგ თქვი რომ არა, ბოლომდე არა. დღევანდელს ვახტებით ჩვენ და ჩვენ ვცდილობთ ჩვენი აღმოვაჩინოთ. არ ნებისმის, მაგრამ ისე დღეს არსებული მონადირეში პრობლემების მიხედვით ხდება კლასიფიცირება იმისა თუ რა ტიპის მოთხოვნებია ბუნებასთან ახალს, ხო? აი სუპერული გადავახდით. არა. აი ჩვენ ხომ აი ამ 254 ვარიანტს ვიღებთ რეფუგიუმის. და სრულად დამოუკიდებლად იმ რეფუგიუმების მიხედვით ვსაზღვრავთ გენეტიკისა და მაშინდელი ნასახლარების გავრცელებას. არა, ადამიანებს რო იყო თავიდან? ეგ უბრალოდ შესავალი იყო რა გაკეთებულა და რა ვიცით მონადირე შემგროვებლებზე უბრალოდ. ანუ ამონაცემს არ არის შეაძლო. უბრალოდ აი ამ მონაცემებსაც გარკვეულწილად დაემთხვა ჩვენც ვაჩვენეთ რომ ბოლომდე არ დაემთხვა ეს მონაცემები გვეუბნება რომ ადამიანს ურჩევნია უტყეო
პროდუქტიული ადგილები, რომელიც არის ცოტა და მინდორი. ჩვენი არ გვეუბნება, ჩვენი პირიქით გვეუბნება, რომ შუალედური ურჩევნია. ანუ არც ტყე და არც მინდორი, მეჩხერი ტყე. მეთოდიკა რითაც ეს არის შეფასებული, შეიძლება იყოს ან ცდარი, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული დღევანდელი თქვა ველურად ცხოვრობ ადამიანებზე, არა? მაშინ როცა შესაძლოა ველურად ცხოვრობ, მაშინაც ადამიანები იქ, სადაც დღეს ის ადგილები დაიკავეს თქვა. თანამედროვე საზოგადოება და იყო განსხვავებული პირობები და საერთოდ რა თქმა უნდა. აი კარგი როგორც მე გამომშეგონა მე თქვა, დღევანდელი კვლევები, ეს კვლევები მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს მონადირის შემგროვებლები ისეთები ეპოვნათ მართლა, რომლებიც ნამდვილად მონადირის შემგროვებლები არიან, თუმცა თვითონვე დაძენენ, რომ მაინც მარგინალები არიან. ანუ ის კარგი მონადირის შემგროვების ადგილები დღეს უკავია მიწათმოქმედებს ან ურბანულ საზოგადოებას. და დღეს სადაც არის მონადირის შემგროვებლები, იძულებული არიან იქ იყვნენ, შეყრილები არიან. რაღაც კიდეზე. ყველაზე ახლო არის ინდია, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების ყოფილი. და გადაგვარეს იმათ, ხო? ცივილიზებულმა ხალხმა. ფაქტიურად ამოწურდეს კონცერტს. ამას წინათ რაღაც კვლევა წავიკითხე. სულ ეს რამდენიმე დღის წინამდელი სატელიტი, რადარული სატელიტი იყო გადაღებული ეს აფრიკის ნაწილი და იქ აღმოაჩინეს, ეხლა დაინახეს ამ რადარებით ტრანსაქტიული სატელიტი. დაინახეს კალაპოტი მდინარის, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ აი დღევანდელ მდინარეებს რო შევადაროთ, სადაც მე-5 თუ მე-6 იყო სიდიდით. ანუ ეგ სადღაც ცენტრალური საჰარიდან და ეს მაროკოსთან მიდიოდა და ჩაედინებოდა ატლანტიკის ოკეანეში. ეს იყო ზუსტად აი ამ პერიოდში, რომელზეც ახლა საუბრობთ, გამყინვარების პერიოდისთვის. გამყინვარების რომელი პერიოდისთვის? მას მნიშვნელოვანია. ბევრი პერიოდი იყო გამყინვარების. ჩვენ საუბრობთ გამყინვარების ბოლო პერიოდზე. როდესაც ხდება ადამიანის ჩამოყალიბება. თუ არ ვწდები ბოლო პერიოდზე საუბარი. ანატომიურად თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბება. თორემ მანამდეც იყო პერიოდები. არა, ბოლოზეა თუ არ ვწდები. საუბარი და აი ეს დააფიქსირეთ, გამოგიჩნდათ მოდელში თუ არა. არა, გამყინვარების პერიოდში ჩვენ მოდელმა საჰარაში მდინარეები გამორიცხა. მე რელიეფზე დამოკიდებული და გამორიცხა. რელიეფსაც და ნალექიანობაზეც, ორივე. ნალექიანობაზე ეხა საერთოდ არ არის. საერთოდ. მაგრამ გამყინვარების პერიოდში კიდევ უარესი იყო სიტუაცია. კიდევ უფრო მძიმე იყო ნალექიანობის თვალსაზრისით. ცოტა უფრო ადრე იყო ან სხვა პერიოდი იყო. ადრე იყო იქ გიგანტური დინარეები, მაგრამ ძველად უფრო და ეს აი 120,000 წლის წინ იყო ბოლო შესაძლებლობა მდინარის არსებობის იქ და რაც ჩვენ მომდელმაც აჩვენა. აი ეს სამი მდინარეა გამოყოფილი ეს. აი ეს არის დროებითი, ანუ სეზონური და ეს ორი მუდმივი აი აქ. ნილოსი სადღაც აქეთ არის აი აქ. და იქით ახალი რა არის? ეს ატლასის მთები. მაროკო. მაროკომდე არ მიდის, რა ნაწილი ადრე. აი აქ არის ყურე. ხო, აღარ ტუნისი და ლიბანი. ლივია. თქვენ რომ გამყინვარების პერიოდში რაღაც ტერიტორიას გავაკეთეთ, რაღაც ტერიტორია იყო ის ხო? ან ამ დომში მაინც ნალექით მოდიოდა. ან თუ მოდიოდა სად მოდიოდა, მუდაბნო იმიტომ შარლის იყო. ზომიერთები ხო ნალექით მოდიოდა. ანუ ჩვენ ნახოთ ეს ბიომი, ხო? აი ეს მინდა ნახოთ. ეს უკა ამ რუკაზე? აი თავიდან სადაც გაყინულია. გაყინულია შესაძლოა. გასაგებია. ჯიოქსეს სატელიტი. Google Earth. ხო, იმაშობა. აი ეს. კი ბატონო. ანუ ნალექით მოდიოდა ამ მაინტერესებს. სად? ეს ან რეპუბლიკა ნალექით მოდიოდა ამ მაინტერესებს. ზოგან მოდიოდა, ზოგან არა. იქ სადაც მოდიოდა იყო ტყეები, იქ სადაც არ მოდიოდა, ცოტა მოდიოდა იყო მეჩხერი ტყე და იქ სადაც საერთოდ მოდიოდა უდაბნო. ნალექი განსაზღვრავს სწორედ ბიომის სიხშირეს და სისქეს. ან პროდუქტიულობას. ესე? აქ ამ რუკაზე ეს თანამედროვე ზედაპირია ნაჩვენები, რომ ტყინული დაადეს. ანუ ესე მართლა ესეთი მწვანე არ იყო გამყინვარების პერიოდი, როგორც აქ არის. უბრალოდ ტყინულის გავრცელება. რამდენი მაქსიმუმად რამდენი შორცელდებოდა ის დაადეს თანამედროვე Google-ის რუკას. თვითონ თუ მაშინდელი ბიომები გინდათ, მაგრამ ჩვენ მოდელს უნდა შეხედოთ. იქ
იქიდან ვისაუბროთ. აი ეს. და აი აქ, სადაც ყვითელია, იქ ცოტა ნალექი იყო, იმიტომ უდაბნო. უბრალოდ ნალექიც არა, ნალექის ფარდობა, ტემპერატურაზე. იყო დაბალი. მთელი დასავლეთი კავკასია, დღევანდელი აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო, სამხრეთ რუსეთი უდაბნო. აი მე მინდა გაჩვენოთ რა თანამედროვე ტერიტორია და რამდენად მნიშვნელოვანია არა მარტო ნალექი, არამედ სწორედ ეს სისველის ინდექსი. აი წლიური ნალექიანობა დღეს დააკვირდით რა ხდება აი აქ, სადაც მუდმივი მზრალობაა და ტაიგა. და შემდეგ სისველის ინდექსს დააკვირდით. აი წლიური სისველის ინდექსმა მოიმატა ჩრდილოეთში, ხედავთ? მიუხედავად იმისა, რომ ნალექი დაბალია, იქ ტყე ვითარდება, იმიტომ ვითარდება, თქო, რომ ტემპერატურაც დაბალია და აორთქლების ტრანსპირაცია, ევაპოტრანსპირაცია დაბალია და ასე ევროპაშიც აი საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩვენზე უფრო ნაკლებია ნალექიანობა, ვიდრე კავკასიაში, მაგრამ სისველით იქ უფრო მეტი სისველია, იმიტომ რომ ცოტა უფრო გრილია. აი, მეორე ლექსის მოსული ნალექები ხო ნიადაგში იყინება და არ მუშაობს სისტემაში. მუდმივი გამყინვარებასაც უბრალოდ ტემპერატურა არ არის მაღალი სათანადოდ და ასწრებს წყალი ჩაჟონოს და გაყინავს. ანუ ჰიდროლოგიურ ციკლში ნაკლებად მონაწილეობს ის წყალი, რომელიც იქნება. ხო, მაგრამ ესო ჰიდროლოგიას მიწისქვეშას არ აჩვენებს, ეს გვაჩვენებს ზედაპირს, ეს მოდელი. ანუ მარტო ზედაპირის სისველეზე გვემეწოდება. ამის გამომდინარე, რომ მოსული ნალექი და ტემპერატურა შეიძლება შევაძლოთ და კარგი შედეგი იყოს. მაგრამ ის სინამდვილეში ის წყალი შეგვიძლია ნიადაგში და ჰიდროლოგიურ ციკლში ნაკლებად მონაწილეობს. იყინებოდეს მზრალობისგან. კი, შეიძლება, მაგრამ ამ დროს ნალექის განაწილება თუ ნაკლებად ვარიაციულია, სცენარი ასწრებდეს იმ სითხის მიღებას, სისველის მიღებას, სანამ ის ჩაჟონავს და ინფილტრირდება და დაიკარგება. სწორედ მესმის ეს თუ არის თუ იყინება ქვემოთ, არა რაღაც გარკვეულ სიღრმეზე და იმაში მუდმივ გამყინვარების შრეში შედის, არა, მაინც არის გაჯერებული, ესე იგი ნიადაგი ტენით, ასე რომ საკმარისი რჩება იმისთვის, რომ ეს სცენარეულობა ფაქტია ტაიგა ვითარდება იქ. თუმცა ტაიგა მეგონი მუდმივი გამყინვარება ტაიგაზე გადის, ტაიგაშიც არის. ტაიგაშიც. ტაიგა ძევს ამ მუდმივ გამყინვარებაზე. კიდე შეკითხვა. რა სიზუსტის არის ეს ფილმების საბოლოო? ეგ არის ყველაზე უხეში, მან რამდენიმე შრია ხო დადებული, ყველაზე უხეში შრია 5 კილომეტრი. ყველაზე ზუსტი 500 მეტრი. 500 მეტრები. ეს როგორ არის იგი? მიღებული რომელია ეს? არა, ამ შემთხვევაში ყველაზე უხეში განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის გარჩევადობას. შეიძლება ლუკას შეკითხვა, მე მეც მქონდა შეკითხვა. აბა. კითხვა სანამ დავსვამდე, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მომისმენია, იქიდან ყველაზე საინტერესო იყო და კიდევ თუ გააკეთებდეთ ამაზე მოხსენებას, სიამოვნებით დავესწრებოდი, იმიტომ რომ ბევრი გაუგებარი რაღაცა იყო, ანუ გაუგებარი თვალსაზრისით, რომ რადგანაც ამ სფეროში გამოსtildeება და რაც ვიცი, მოგეთ თქვენი ლექციები და და ანუ რაღაც ორდრიან წერით მოგეთ კაი. რა პრობლემა, გავაკეთებთ. კარგი, მაგრამ ნუ იმდენად ბევრი გაუგებარი რაღაცაა, რომ აი კითხვები რაღაცა ისეთი ვერ ჩამომიყალიბდა, რომ რაღაცა გავაკეთე. ნუ ამ მოხსენებების მიზანი მარტო მოხსენებით არ არის დამთავრდეს, ხო, ჩვენი ურთიერთობა. შეიძლება შემოიარო ან მოგწერო. ამის საკითხები და ჩვენ შევეცდებით გავწევთ ხალხს. ხო, ესე იგი, რაც იყო, თავიდან ვთქვით, რომ აი გააკეთეთ ჯერ ძველ სამყაროზე ეს უკვე და მე შეადარეთ ახალ სამყაროს ამერიკას, ხო? აი ეს რატო იყო ეს ვერ დავაფიქსირე. ხო. იქ იყო უკვე გაკეთებული და შეადარეთ მართალი კონტროლად გამიჩნდეთ ახალ. ხო, რა თქმა უნდა. რატომ კონტროლად ახალი? რა თქმა უნდა, ეგ რა ვიცი, ეგ მეცნიერებაში და ანალიზში, მრავალწლოვანი ანალიზში ყველაზე მთავარი პრობლემა ეგ არის, რომ შენ რაღაცა შეიმუშავებ მოდელს და რო იტყვი, რომ აი რაღაც ადგილობრივი დაუშვა საქართველოში აღებული მონაცემით, შენ თუ ამბობ, რომ ჯიხვი ტყეში არ ხდება, ან რაღაც დაუშვათ 5 გრადუს ტემპერატურაზე ზემოთ არ ხდება, ეგ უნდა ცადოთ სხვა ტერიტორიაზეც. და ხშირ შემთხვევაში ეს შენი მოდელი არ აღმოჩნდება.
ისეთი კარგი, როგორც გონია პლევარს. ამიტომ უნდა გამოიცადოს ეს მოდელი სხვა ტერიტორიებზეც. ანუ მე დავუშვათ ძველ სამყაროში მაჩვენა, ან გამოიცნო მდინარეები, მუდი მდინარეები სად მოსჩქებს, მაგრამ მე მასე უნდა მენახა ამერიკაშიც გამოიცნოდა თუ არა. და დიდი ალბათობით ძველ სამყაროში გამოიცნობდა, იმიტომ რომ მე ძველი სამყაროს მონაცემი გამოიყენა. და ანუ ყოველთვის ნებისმიერი ანალიზი არის ტენდენციური ბაიასი იმ ადგილის მიმართ, საიდანაც მოპოვებული მასალის გამოყენება ხდება. თანამედროვეობაზე. ეს ხო სირცული გამოსტახი, ანუ სირცულად გამოვცადეთ. სხვადასხვა სივრცეში იქ იგივე დროს. ამავე დროს წავიდეთ წარსულშიც, როგორც თქვი, 120,000 წლის წინანდელ სიტუაციაზეც გამოვცადეთ. ანუ ნებისმიერი აზრი და მოდელი არა მარტო ჩვენ სფეროში, ნებისმიერ სამეცნიერო სფეროში უნდა გამოიცადოს, იდეალურად სივრცესა და დროში. მედიცინაშიც იგივეა. მე მაქვს კონისე სარწმუნო არ იქნება. ერთი პროვოკაციული შეკითხვა. შეიძლება იმ სლაიდს დაუბრუნდეს, სადაც რასები არის ჩვენ ადამიანის. ახლა მოიჩვენოთ. არა, ამიტომ არა რომ აი ეს სტატია, სხვადასხვა ეს მე მაქვს ჩემი შეკითხვა ახლა, გასაგები არის რომ დაახლოებით ვიცით რომ მე და შენ პასუხი ამ შეკითხვაზე, რა კავშირში არის ეს სურათი, ეს სლაიდი და ის სლაიდი, სადაც ნაჩვენები არის გამყინვარების დროს მეჩხერი ტყეების გავრცელება, ანუ სავარაუდო ადამიანის რეპროდუქციის გავრცელება. ხო, ეგ აღარ თქვი. ანუ შენ ამბობ რომ 5 მთავარი რასის მაჩვენებელია ჩვენი ის, ხო? აი ეს ხო. მოგეთ 5 რასა დათოს ახლა ისიც მას უნდა და არის ევროპული რასა, აფრიკული რასა, თან მე მაჩვენებ აქ ამ რეპროდუქციით არის სამხრეთაზიური რასა, ანუ ინდური, არის აზიური, აღმოსავლეთაზიური რასა, ფენოტიპი. ეს სტატია პირობითად მიღებულია ჟურნალში და შენ უნდა მოგწეს რასას მოხმარებთო. ფენოტიპი ეხმარებთო. მე მგონი თქვენ არ დამძრახავთ, თუმცა მოგოდი ფენოტიპი ეხმარებთ. და აი ეს ოკეანური რასა. ამ ფენოტიპი. ანუ ამ ხრივაც ყველაზე დიდი მანძილები აი ამ რეფუგიალურ ადგილებს შორის არის სწორედ 5 რეფუგიუმად ყოფს სწორედ ყველა დიდი დაშორება ამ ჩვენს რეფუგიუმებს და რომელიც ემთხვევა სწორედ ამ ფენოტიპების დღევანდელ წარმოშობის ან განაწილების ადგილებს. და გენეტიკური კვლევებიც აჩვენებს იმას, რომ სწორედ აი ამ ეს ახლო აღმოსავლური, ევროპული, აფრიკული და ამ 5 ქვეკონტინენტთა შორის გენეტიკური სხვა ვარიაცია უფრო დიდია, ვიდრე თითოეულში შიგნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 5 ქვეკონტინენტი გენეტიკურად მეტნაკლებად იზოლირებულია. და ესეც კარგად თანხვედრაშია ჩვენს მონაცემებთან. ამ თავიდანაც ალბათ კარგი იქნებოდა მე თქვა, რომ იზოლაცია ორ პოპულაციას შორის რეალობაში არ არის აბსოლუტური. არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი პოპულაციიდან მეორეში მიმოსვლა არ ხდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შეიძლება მაინც მივიღოთ დროთა განმავლობაში ამ პოპულაციას შორის როგორც გენეტიკური, ისე კულტურული განსხვავებების დაგროვება. რატომ? იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არის მიმოსვლა, მათ შორის ევოლუციის სიჩქარე უფრო მაღალია თითოეულში, ვიდრე მათ შორის ამ ინფორმაციის გასვლის სიჩქარე. და დროთა განმავლობაში ეს ევოლუციის ეს სხვაობა თუნდაც პატარა იყოს, დროთა განმავლობაში ვაძლევთ დიდ სხვაობებს. შეიძლება გარეგნობა, შეიძლება კულტურა და ენა. აი თქვენ თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ნებისმიერი სოფელი რო ავიღოთ ქართული, ყველაზე ესაა ჰომოგენური სოფელი, კულტურულად და გარეგნულად, რომელიც შეიძლება იყოს პატარა სტუშური სოფლები დაუშვათ, ხო? ერთენაზე მეტყველებს ხალხი და გარეგნულადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ბავშვები ყველა ქერები ბადებიან. ამ სოფლის მოსახლეობა, რომ გავყოთ ორ ნაწილად და შუაში გავავლოთ ბარიერი, რომელიც მათ არ მისცემს გენებისა და სიტყვების მიმოცვლის საშუალებას, რამდენი მთავრობის მერე რა მოხდება, როგორ ფიქრობთ? და რაც უფრო მეტი თავები გაივლის.
რა მოხდება ამ პოპულაციას შორის. ისინი ისე ერთნაირები იქნებიან? აი რაც ირანში ცხოვრობენ ქართველები და ახალგაზრდები, ხო, აი თუნდაც ეგენი არ ვიყო. თუმცა ბევრი დრო არ გასულა. ამ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 10-12 თაო. ხო. ხო, გარიგნოთ შეიცვალნენ აშკარად ჩვენი ფერენელები. სიტყვიერადაც შეიცვალნენ. ან ის შეინარჩუნეს რაც მაშინდელი იყო კახეთში და ჩვენ შევიცვალეთ, ხო. ანუ განსხვავება მე ფაქტობრივად ძალიან ვარ დაინტერესებული და მათი მეტყველება ძალიან გავს მოხეულს. უფრო ვიდრე კახულს. ამ დროს ვერიციხიდან და მარტყოფიდან ექინი არიან გადასახლებული. აბსოლუტურად არ გავს დევანე კახულს მათი მეტყველება. ხო, აი თუ ესე ადამიანებს შორის გენებისა და ანუ ინფორმაციის არ ხდება, მათ შორის იმდენი განსხვავება გროვდება, რომ ჩვენი დღე შეიძლება მათ ერთმანეთს ვეღარ გაუგონო ერთს. კულტურულად და ვერც ფიზიკურად. ფიზიკურადაც აღარ მოიწონოთ ერთმანეთი. ან უბრალოდ შეეცვლიდნენ და შვილი აღარ გაუჩნდეთ, იმიტომ რომ უკვე ცალკე სახეობებად ჩამოყალიბდნენ. რასაც ქვია სახეობა წარმოქმნა. ამას უკვე ხანგრძლივი პროცესი შვება. ხალხი დრო. შავკანიანი ადამიანი საიდან წამოვიდა, გარემო პირობება იმოქმედა, ფერი საიდან მოიყვება? ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ვერსია ეგ იყო, გარემო პირობების გამო. მეც მაგისკენ ვიხრები მაგ ჰიპოთეზისკენ, თუმცა დღევანდელი ევროპელი მკვლევარები, უფრო გენეტიკოსები და უფრო ისინი, რომლებიც უფრო ლაბორატორიის იქიდან ნაკლებად იყურებიან, ეს ყველაფერი დააკავშირეს მიწათმოქმედების დაწყებასთან. მიწათმოქმედების დაწყებამ 10,000 წლის წინ გაათეთრა ადამიანია. ნუ არ ვიცი, ჩემთვის აბსურდულია. თუმცა ანუ ევროპაში სუპერველი მანამდე არქაული ადამიანები, ნეანდერტალელი, დენისოველი. არ იყვნენ ნეანდერტალელი, როგორც ამბობენ, იყო ქერა და ჟღალთმიანი. გააჩნია, რასები იყო მაშინაც, ბოდიში ფენოტიპები. თუ დამთავრებას რაღაცა შევეცდები ამ კონკრეტულ შეკითხვაზე მეც რომ ესე იგი საქმე რაში არის? არის რა თქმა უნდა ბევრი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს რაღაც განსხვავებების ზრდას, მათ შორის შეგუება ადგილობრივ პირობებისადმი, მათ შორის შერევა რაღაც იქ უკვე არსებულ გენეტიკურ ჯგუფებთან და მსგავსი. მაგრამ ნებისმიერი ეს ჯამი სხვადასხვა მექანიზმების არის განსაკუთრებით ეფექტური იმ შემთხვევაში, თუ ამ მექანიზმებს არ აქვს წინააღმდეგობა გენების მიმოცვლის სახით. ესე იგი, თუ არის, თქვათ, განსხვავებული პირობები, მაგრამ არის უწყვეტი ჰიბრიდიზაცია და ესე იგი გენების მიმოცვლა, არა, ორ ადგილს შორის, მაშინ ძალიან ძნელად და რთულად განვითარდება ეს განსხვავებები. ხოლო სიტუაციაში, როდესაც არის გეოგრაფიული იზოლაცია, ну, ჯერ დარვინიდან დაწყებული, ესე იგი გეოგრაფიული იზოლაცია არის ყველაზე ალბათ ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ ორ იზოლირებულ ჯგუფს შორის სხვადასხვა მექანიზმების შედეგად განვითარდეს გენეტიკური და სხვა განსხვავებები, რა ვიცი, თუ მოგეთ ამ განსხვავებებს რო დავუბრუნდეთ, ორი მექანიზმის არის ძალიან გამაძლიერებელი. თუ შების მაგალითად რო დავუბრუნდეთ, დროთა განმავლობაში ჯერ ერთი შემთხვევითად დაგროვდება გენეტიკური განსხვავების სრულად შემთხვევითად ისე როგორც სიტყვიერი ისე გენეტიკური და ამავე დროს და თუ მახსენდა გადარჩევებულებრივი რაღაც ბუნებრივი გადარჩევის გზით. თუ ერთი პოპულაცია რაღაც განსაკუთრებულ განსხვავებულ გარემოში მოუწევს ცხოვრება ვიდრე მეორე პოპულაციას, აი ეს განსხვავებული გარემო კიდევ უფრო აჩქარებს მათ შორის განსხვავებების დაგროვებას, როგორც გენეტიკური ისე კულტურული. და საქართველოს მაგალითებს ვენი ეგეთი რაღაც, რომ სიტყვაზე აი კახეთში ძველად და ეხლაც მეცხოველეობა უფრო არის განვითარებული ვიდრე ასე ვთქვათ მემცენარეობა და მაგის გამო ასე ვთქვათ ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ კახეთში ვიდრე სიტყვაზე იმერეთში. და სვანემ არა დააშავეს, ტყეში ცხოვრობ, ტყეში ტყის ხალხია და არანაკლებ ფიზიკურად ძლიერია. არა, სადაც სპორტშიც რო გადავიდოდ, ანუ კახელი მეტად რო ჭიდაობაში ასე ვთქვათ ძალას ტრადიცია, დღეს სვანები უფრო კარგად ჭიდაობენ. ძიუდოს შეხვედრით. კახელი ასე და საერთო ჯამში უფრო ძლიერია. ტრადიციიდან მოდის ეგ მეტი არაფერი, უბრალოდ კახელებს უწევდათ ჭიდილი ამ სპარსელებთან, სადაც ტრადიცია იყო ჭიდაობა. არა, მარტო ფიზიკურ სიძლიერეზე. მარტო ჭიდაობას. არ ვიცი, ფიზიკურ სიძლიერეებს. ხორცის ჭამით იყო ეს ყველაფერი გამოწვეული. ხორცი ახლა რაჭველები და სვანები წარადგენენ უფრო მეტად ვიდრე კახელები.
ხო არა, მე მგონია რომ აჭარები და სვანები უფრო ფიზიკურად ძლიერები, მე ესეთი ტენდენციური ვარ მაგ მხრივაც. ასე რომ ხო არის აზრი რომ ახელები, მაგრამ არ არის ეს ქართველები. ქართველებს მაგრა ჭიდაობენ. ჭიდაობაზე არ. ფიზიკურად ძლიერები არიან. არა, არ არის. აუ კიდე რა მაინტერესებს, ანუ ჭართმის იმასაც ტემპერატურა განაპირობებდა თუ ამ ის ჭართმიანობას, მახასიათებს ზოგს უძღვებს ცოტა სასაცილოა, მაგრამ არა, არა ის სასაცილო, საინტერესო კითხვაა, ცოტა შორის. ეს ჭართმიანობა არ უნდა იყოს კლიმატთან კავშირში, იმიტომ რომ აზიაში და რაც აღმოსავლეთ მედივარ კლებულობს ეს თმიანობა მიუხედავად კლიმატისა. ეს ჭართმიანობა უფრო დამახასიათებელია აი ხმელთაშუა ზღვისპირა ხალხებისთვის. და არა დაუშვათ ახლო აღმოსავლეთელებისთვის, ან ირანელებისთვის, ან არაბებისთვის, აი უფრო ხმელთაშუა ზღვის ხალხებისთვის. რატომღაც ლევანტი, ხმელთაშუა ზღვის ხალხები. ნუ კავკასიაც 50-50. არა, მიზეზი აქაც შემთხვევით, მე ალბათ მივხვდი ეს შემთხვევითობა. რაღაც შემთხვევით რაღაც პოპულაციები გამრავლდნენ თმიანი და წარმატებულები აღმოჩნდნენ სულ შემთხვევითად. მაგრამ შეიძლება რაღაც რამდენიმე ასეული წლის მერე პირიქით მოიმატოს თმიანობამ სხვაგანაც არ დაიკლოს, არ ვიცი. ალბათ დაიკლებს, იმიტომ რომ თუ დამოკიდებულება სილამაზის მიმართ, ესთეტიკის მიმართ არ შეიცვალა ჩვენთან, ჭართმიანები უფრო ნაკლებად მისაღებნი არიან თანამედროვე საზოგადოებაში. აი იაპონიაში მაგალითად ცხოვრობს ორი დომინირებს ეს იაპონური იაპონელები ვინც თავს იაპონელად, ეთნიკურად იაპონელები და არიან კიდე აინუ ხალხები, რომლებიც იაპონელებამდე ცხოვრობდნენ ამ კუნძულებზე. და არიან თმიანები ძალიან. და ცოტანი შემორჩნენ. შემდეგ იაპონელები წინაპრები რომ დასახლდნენ იქ, ისინი ძალიან შეავიწრო ეს აინუ ხალხები და არ უწყვილდებიან მათ მხოლოდ თმიანობის გამო. ერთ-ერთი მიზეზი თმიანობა. იაპონელები ხაზი იაპონელების დიდ ნაწილში არის დე, რომელიც სწორედ აინუს ახასიათებს. ასე რომ არა ფონოტიპურად რაღაც ასიმეტრიული მიმოცვლა გენების იყო, სადაც იყო და შემოგიორი პირადესობა ხონდეს ამ, იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული ტესტოსტერონის არა დონეზე, არამედ რეცეპტორზე, რამდენად არის. აი ეს ტესტოსტერონის რთული ჰორმონია, ეს ჰორმონები და შეიძლება ამის რეცეპტორს სხვა რაღაც იმუნოლოგიური ფსიქოლოგია. შეიძლება და ის გადარჩა ის ხალხი. ხელსაყრელი იყო აი ამ რაღაც დაავადებამ გამოხშირა, კი. შესაძლებელი სრულიად. შეიძლება ერთი დავამატო. ესე იგი ანალოგიისთვის მე ერთ-ერთ მაგალითს მოგცემ ჭართმიანობაზე არა, ეგ არის ეპიკანტუსზე, ანუ მესამე ქუთუთოზე, რომელიც ახასიათებს აღმოსავლეთ აზიელებს და ლუიჯი ლუკა კავალის ხორცას, რომელიც არის, ნუ ალბათ ერთ-ერთი თუ ყველაზე ავტორიტეტული მეცნიერი ადამიანის გენეტიკაში ის თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადრე იყო ჰიპოთეზები იმაზე, რომ ეს თქვათ მესამე ქუთუთო იცავს ცენტრალური აზიური ქარებისგან ან ასე შემდეგ, ან ასე თქვათ, არის დაკავშირებული რაღაც კონკრეტულ ჯგუფთან, მან თქვა, რომ ეს არის ძალიან გავრცელებული ნიშანი მთელ აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ხალხის გენეტიკა არის ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. და გამოთქვა ესეთი ჰიპოთეზა, რომ ეს არის სქესობრივი გადარჩევის შედეგი, ესე იგი გარკვეული ეს მესამე ქუთუთო აღმოჩნდა გარკვეულ ისტორიულ პერიოდში, გარკვეულ კულტურებში მიმზიდველი და აი ამ ესე იგი ესეთი ტიპის გადარჩევას ძალიან მძლავრი და სწრაფი შედეგები შეიძლება მოიტანოს და ეს ორი კონკურენტული თეორია აქვს. ძველი რომ ქარებისა და სიმშრალის გამო დაუთვლიდა თვალები აღმოსავლეთ აზიელებსო, ან მონღოლოიდებს და აი ეს უფრო ესეთი აი მეორე თეორიაა, რომ მხოლოდ ესთეტური, ანუ ასორტატიული შეცვლილება ქვია ამას. როგორ? შეიძლება არ გამორიცხვა. ორივე შეიძლება მუშაობს. ერთი მხრივ ქარების გამო და მეორე მხრივ ვიღაცების მიმზიდველი აღმოჩნდა. დააჩქარა ეს პროცესი. შეიძლება დააჩქაროს ამ ნიშნის გავრცელების პროცესი. დასაგებია გადარჩევის შედეგად, მაგრამ გენეტიკურ კოდში კონტექსტი ის რაც იქამდე იყო, არ შეიძლება გამოვიდოს. აი, როგორც დავუშვათ შეცდომის სოფლის მაგალითად თვითონ სუქერები გადადი. ეს არის ფენომენი დავუშვათ, ანუ რეცესიული გენის გამოვლენა. არა, რატო რეცესიული არ არის რატო? დავუშვათ ქენა. აუ, კი ბატონო. მაგრამ დომინანტურიც არის ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში გამოვლენა ყოველთვის. მომავალში?
კი, მაგრამ ჩვენ ხო არ მithქვა, მე ხო არ მithქვას, რომ სიქერავე გაქრება. დიდი ხნის განმავლობაში არა, აქ ლაპარაკი იყო დიდი ხნის განმავლობაში ეს ორი გაყოფილი პოპულაცია განსხვავდება თუ არ ერთმანეთისგან. აქ არ იყო იმას ლაპარაკი, რომ თუ შევსიქერავე გაუხრებათ. განსხვავდებიან სიტყვიერად და კულტურულად და გარეგნულად. გვინდა არ გვინდა, ხანგრძლივი დროის შემდეგ განსხვავდებიან. შეიძლება გარეგნულად არ განსხვავდნენ. აი თუ გარემო ერთი და იგივე დარჩა, დიდი ალბათობით გარეგნულად არ განსხვავდებიან. მაგრამ ლინგვისტურად აუცილებლად დაკარგავ ერთმანეთის გაგების უნარს დროთა განმავლობაში, თუ მათ შორის მიმოსვლა არ არის. და გენეტიკურადაც განსხვავება გაიგო. ნეიტრალური გენებით თქო, გადარჩევითი გენებით, თუ გარემო იგივეა, ამაზე კალმახი აჩვენებს, ხო, ამაზე მეტყოლებს არა კალმახის მაგალითი. აი კალმახი დასავლეთ საქართველოს მდინარეებში და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში თითქმის არ ეწყვილება ერთმანეთს, ეს მთებია მათ შორის და კალმახი ვერ ამოვა მდინარიდან ვერ გადავა მთაზე. მაგრამ გარეგნულად იგივეა, მაგრამ გენეტიკურად განსხვავდებიან. გარეგნულად იგივეა, იმიტომ ერთი იგივე გარემოში უწევს ცხოვრება მთის მდინარეებში. გადარჩევითი გენებით არიან იგივე, მაგრამ ნეიტრალური გენებით, რომელიც გარემოზე არ იეგირებენ, განსხვავდებიან. გადარჩევითი გენები განაპირობებს ფენოტიპს, გარეგნობას. ჩვენ თემას რო დავუბრუნდეთ, არ გამოგიქვეყნებიათ ხო ჯერჯერობით? აი პირობითა და მიღებული ერთ-ერთ ჟურნალში. ამას ქვია Global Ecology and Biogeography. მადლობა ხალხო.